მოგესალმებით, მე ვარ გუგა კირვალიძე და სიხარულით მინდა გითხრათ, რომ თქვენ უყურებთ დრიფტერულ ბაზარს. უკვე 2 წლის მერე როგორც იქნა დავბრუნდით. მე და რა თქმა უნდა, ჩემი წვერებიანი მეგობარი ლაშიკო. დღეს ჩვენთან ერთად იქნება National Geographic-ის ახალი ხელმძღვანელი. საქართველოს ფილიალის ახალი ხელმძღვანელი. მეხმუდ მელაძე. და მე ვფიქრობ, რომ სანამ გადავალთ ჩვენ დღევანდელ თემაზე, პატარა ახსნა განმარტება უნდა მივცეთ მაყურებელს, სად ვიყავით დაკარგულები და 2 წელი რატო არ იდებოდა არაფერი ვიდეო ჩემ არხზე. სად ვიყავი? სად ვიყავი? მოკლედ ახლა ცოტა უნდა ვიწუწუნოთ, მაგრამ როგორც მოგეხსენება და ბევრს ოფშირო ის არის მე იმას უნდა უყურო. ის არის ჩემი მეგობარი. დათო დავაკვირ. მოკლედ ვიდეოების გადაღებას სხვათა შორის ახლა რაზე გამახსენდა ამას წინათ რაღაცას ვეუბნებოდი რომ აი პოდკასტები მინდა დავიწყო მეთქი მე კიდევ ვერ დავიწყე და კიდევ უთხარი პოდკასტები მინდა დავიწყო თქო და მესამეთ რო უთხარი ეს მომენტია და დაიწყე მე შეჩემა ჩარტე კამერა გადაიღე რა უნდა მაგასო და მე კი მიხვდა რომ თაც ეგრე არ არის რომ ჩარტე კამერა და გადაიღე მაგრამ ნუ ვიდეოების გადაღებას უნდა საკმაოდ დიდი დრო რესურსი ენერგია დაგეგმვა და ნუ მე განხორციელება ანუ მარტო ის არ არის ბოლოს რასაც დადებ და მაგის მერე ამის დაჭრა და მონტაჟება და შეკონციცება და რა თქმა უნდა რაც იცის ხო და მოკლედ 2023 წელი იყო ალბათ რომ მოვრჩით 2 წლის წინ ჩვენი მოკრძალებული არხი მაინდა-მაინც საამაყო დაფინანსებას არ განიცდიდა და ჩვენც რაღაცა მოკლედ ცოტა გადავიღალეთ ცოტა ჩვენი საქმეები გამოგვისთა და გადავწყვეტეთ რომ დაგვეპაუზებინა ეს ყველაფერი მაგრამ გავიდა 2 წელი და დავბრუნდით შემოქმედებით ის ზრდისთვის როგორ იცი ხოლმე ჯობია ერთი ნაბიჯი უკან გადადგა იმისთვის რომ მე 2 ნაბიჯი წინ წახვიდე ხო მოკლედ ახლა აქ ვართ და კიდე სიხარულით მინდა გითხრათ რომ ჩვენი ძალიან ძველი მეგობარი და პარტნიორი გალფი ისევ ჩვენ გვერდით არის აქ აპლოდისმენტები უნდა იყოს იქ დაიხადება ხო კი იქ დაიხადება მოკლედ დღევანდელი თემა მე მინდა შევუტიოთ King of Drifts არა Drifts King of Drifts კონკრეტულად და მინდა მოგიყვეთ ისტორია თუ როგორ გახდა სულ რაღაც 4 წელიწადში King of Drift-ი საქართველოში ყველაზე მაგარი შეჯიბრი. განა ყველაზე მაგარი დრიფტის შეჯიბრი. ყველაზე მაგარი შეჯიბრი. საქართველოში. საქართველოში. ხო? საავტომობილო. რაც ავტომატურად ნიშნავს რომ საავტომობილო შეჯიბრი არის ყველაზე მაგარი შეჯიბრი. არა? როგორ დაიწყო კინგი და როდის დაიწყო ეს ყველაფერი? 4 სეზონი ჩავატარეთ. მოდი მოგვიყევი. მოკლედ ვიღაცებმა ვინც არ იცი და ახალი ხართ არხზე, ჩვენ ვართ კინგის King of Drift-ი მოდის ძალიან შორეული 2008 წლიდან, მაგრამ ეგ იყო King of Drift-ის ეხანდელი King of Drift-ის ბაბუა. მოდი მაგას დავანებოთ თავი და ამ სხვა ვერსია იყო. სოლო ვერსია იყო. ცოტა სხვანაირი იყო. დღესდღეობით აბსოლუტურად სხვა არის. სოლო იყო საქართველოში. ხო, მაშინ იყო ცოტა იყო. კაი, მოდი რა იყო მოკლედ თქვი და მე გადავიდეთ ახალ ვერსიაზე. საქართველოში რა სოფლერში სოლო იყო დრიფტი, ანუ ქუჩაში ვიღაცას დაინახავდნენ გორდულად რომ მიდიოდა, ეგ იყო დრიფტი. და ხო, ამიტომ შეჯიბრებების სოლო იყო, მაშინ წარმოიდგინე როგორი იყო. შეფასება იცი როგორი იყო დრიფტი, ის გახსოვ თუ არ გახსოვ, თქვენ მაშინ პატარები იყავით. და ვიღაცა შორენა ბეგაშვილი და რაღაცები და წენა ორიანი, ხუთიანი, მსახიობები, მხატვრები, ხო, შორენა ბეგაშვილი. ხო, აი გახსოვს ხო. მეტი რაღაცა ამონაშვილი ვიღაცა იქნებოდა უჩველი. ზალიკო იყო მხატვარი. ხო. ხო, იგარბოს. კიდევ და რა კრიტერიუმები რა იყო შეფასების? ხო და კრიტერიუმები იყო ყველა თავისი გადმოსახედიდან ხედავდა. მაგალითად რა მხატვარი მხატვრულად შორენა როგორ შევა? შორენას ვინ უფრო სვეტკად იზამდა, ანუ ეგ იყო მთელი ამბავი. ვინ უფრო კარგად გაუსწავდა? ხო, ვინ უფრო ისე იზამდა რა რომ მოეწონება. ვინ უფრო მოეწონებდა თავს რა ამბავი იყო რა. ხო და ნუ 10 ჟიური იყო და 10-დან 3 იყო პროფესიონალი რომელიც ჟიური იყო. ხო, ვინც უკვე უშუალოდ მანქანის მოქმედებიდან იღებდა ანალიზს რა. ანუ ერთ-ერთი ოტო იყო მაშინ ჟიური.
ხო და მოკლედ იყო სოლო და შესაბამისად შემდეგ მერე წლების მერე მუტაცია გაიცადა ბევრნაირი და მერე იყო პაუზაც იყო მერე იმიტომ რომ წრიული რბოლების რაღაცებს ეპოქა დადგა უბრალოდ მე ნაკლებად მეცალა ყველაფრისთვის და დადგა ესეთი ეპოქა და შემდეგ ჩავკიდე ხელი ბოლოს იყო რუსთავში ხო რეზერვად დადიოდნენ ესე არა ფიზიკა იყო ანუ კინგის თავიდან დაბრუნება და აღორძინება კაი აშენდა ლილო ხო აღორძინება მოხდა ესე ძალიან მარტივად ხო ანუ ერთი რომ უკვე მაგ მიმართულებით წავედით მაგ მიმართულებით რომ დრიფტი არის ყველაზე უფრო მალე მზარდი სპორტის სახეობა ავტოსპორტში ლილო არენას რეალურად თავიდან ბოლომდე ამას ემსახურება რომ გზები ისეა მოწყობილი რომ დრიფტი იყოს იოლი და ყველანაირად გადაკეთება შეიძლებოდეს და მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი არის მეორე მხარეა საჭირო ხალხი ვინც ამას გააკეთებს ამიტომ აი ესე მოკიდე პირველი ხელი გავაკეთოთ კინგი მაროგო ხო ზუსტად ეგრე თქვა რა ვიცი მაროგო როგორც კი გავაკეთოთ და მივადექით ოღონდ ბევრი პრობლემა იყო თან ეხლა მარტო ესე არ მოხდა ეს ყველაფერი რა ვიცი ანუ ავტოსპორტის მთავარი მაინც პროფესიული ხაზია რასაც მიყავს ხოლმე ავტოსპორტი და პროფესიული ხაზი სუსტებოდა ძალიან ანუ პროფესიონალური დრიფტი დაიწყო ძალიან სერიოზული დასუსტება დასუსტებასთან ერთად ძალიან ძვირდებოდა ეგ იყო და აღარავინ ახალი არ ემატებოდა ხო ანუ ეგ მთავარი მიზეზია და ზოგადად ავტოსპორტი ნებისმიერ სპორტს ახლა ნახეთ ფეხბურთით ავხსნი რა ფეხბურთი ბავშვი მიყავს ფეხბურთზე სამიზნე ის გაქვს რომ კი ისო და ჯანმრთელობა და რაღაცა მაგრამ თუ ნიჭი აღმოჩნდა და მე შემდეგ რაღაც კომენტარება პოვა ადრე თუ გვიან მიაღწევს სადღაც დიდ გუნდებში ითამაშებს სადღაც ანუ ეგ არის მთელი სამიზნე. ხო, მაგრამ აქ ნიჭს ვერ ავლენდი რა, ანუ ქუჩაში გამოგევლენა. ავტოსპორტშიც ანუ ეგ გინდა რომ ეგრე იყოს, ეგრე მიგაჩნია რომ სწორია რა, მაგრამ ხო გზები არისო, ანუ რა საიდან მოვიდეს, სად წავიდეს, როგორ გაიზარდოს და ამიტომ ნუ ახლა ის პროფესიული დრიფტიც ძვირდებოდა და შესაბამისად სუსტებოდა, რომ ახალი ეგრე მოხვედი და იქი არის, ანუ გამორიცხულია. ამიტომ იყო საჭირო ერთი საფეხური ისეთი, სადაც ყველას დიდსაც და პატარასაც ერთმანეთთან ზმაკაცობა შეეძლო, ანუ ერთმანეთთან შეჯიბრი შეეძლო. ამიტომ ფორმატი იმის მერე ბევრი ვიომეთ და კი იცის, ანუ უგამ ერთ-ერთი ეს არის, ვინც არის ორი ხმლით ვიცავთ, ამ ფორმატი დღესაც ესე აქვს, რომ ნებისმიერს, ანუ სუპერ პროფესიონალსაც და დღეს დამწყებ მრბოლელსაც შეუძლიათ, რომ ერთად, ანუ ერთმანეთს შეხვდნენ. მთელი ამის პროფილის სიკარგე ეგ არის და შეზღუდვები არის ისე, ანუ საბურავის შეზღუდვა არის ისე, რომ ანუ ძლიერ მანქანას და სუსტ მანქანას ერთმანეთისგან ძალიან დიდი სხვაობა არ აქვს. სხვაობა, რა თქმა უნდა, მაინც არის ხოლმე. ანუ ექსტრიხებისთან დრო მოიტანა რა, თორე ალბათ იგეგმება რამე კიდე ეგეთი, თუ არა? კი, როგორ არა, ბევრი გეგმა წინ ანუ ხო, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცეები გავიარეთ, აი ძალიან ისეთი რაღაცამდე მივედით, რომელშიც შეიძლება ძალიან პატარა დეტალები შეიტანო. ხო, მაგალითად ისეთი თავიდან რომ დავიწყეთ, საერთოდ საბურავი შეზღუდვა არ იყო. და ეხლა მივედით იქამდე რომ 235-ზე არის შეზღუდვა. ეხლა არა, მალევე მივედით მაგამდე. არა, ნუ ხო, მაგრამ ეხლა იქ ვართ რომ 235-ზე გვაქვს შეზღუდვა. ორ ბარზე ქვემოთ არ შეიძლება რომ კონდეს დაბერილი, იმიტომ რომ ცოტა ძლიერი მანქანა, რომელიც მაგრა დაეშვება და 0-8-ზე დადგება, ბევრად ჩქარია და კარგად ეჭიდება და 3-დან 0-8-ზე ვერ დაეშვება ფიზიკურად ვერ ივლის. ანუ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ეს დიდი და პატარა მანქანები გათანაბრდნენ. მაგრამ აქ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თვითონ ლილო არენას კონფიგურაცია და რელიეფი. ეს დაღმართი ანუ ნახევარი ტრასა დრიფტზე რო დადიხარ ჰაერში ხარ. აღარ აქვს, საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა 3-დან 0-ია, 5-დან 0-ია თუ რა არის. ლილომაც შეუწყო ხელი იმას, რომ ძლიერი მანქანა, მარტო დრიფტზე არ არის, აი პარნიზეც ახლა დათარო 92 ემი დადის, ახლა ყველა მიცის 92 ემი რა მაგარი მანქანაა, ხო? მაგრამ ლილოში პარნიზე სიბიგები უფრო მაგრა დადიან და რაღაცა პატარ-პატარა მანქანები. ბევრი მანქანა ჯობს, იმიტომ არ არის იმის ადგილი, რომ ეს შენი სიმძლავრე გამოიყენო რეალურად რა და მაგანაც შეუწყო ხელი ამ ყველაფერს.
ხო, თან ფორმა ახლა ისეთი აქვს ამ ყველაფერს. ანუ თავიდან თან ტესტებს მე თუ ვაკეთებდი ტესტებს 2 და 8 კომპაქტით. ნუ 2 და 8 კომპაქტით. ისე მაგარი კომპაქტი იყო. თუ შეეძლო გავლა, ესე 15-იანი დისკებით ასე შემდეგ, ხო, ნუ თუ მაგას შეეძლო გავლა, ესე იგი ყველა ნებისმიერ შეეძლო გავლა. ანუ ეგ იყო მთავარი საზომი ერთეული მაშინ რა და ნუ მაგან პრინციპში კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ბევრი ტრასა შეიქმნა. უკვე ჩამოყალიბდა რა და როგორ თან იმიტომ რომ სიჩქარე ან დიდ-სიჩქარე არ განვითარდეს, იმიტომ რომ კარკასის გარეშე მანქანების დაშვებულია ეს უნდა ვთქვათ ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ვინც ქუჩაში დღესაც დარბის და რაღაცებს წვალობს, ანუ შეუძლია რომ პროფესიულ პირდაპირ მაგ-მანქანით მოვიდეს და ამ პროფესიულ მხარეში ჩაერთოს. ანუ ვიღაცას თავის თავს მაინც შეეჯიბროს რა. ანუ ვიღაცა შეეჯიბროს, იმიტომ რომ ერთია რომ ქუჩაში რაღაც აკეთებ, მეორე უკვე როცა ხაზს გაუსვამე, რომ აი აქ უნდა გაიარო. არც ვიზე იოლია ხოლმე მაგის გაკეთება და თავიდან ნუ ეთაკილებათ, იმიტომ რომ თავიდან გონია რომ მაგარი ხარ და მოდი ხარ და იქ ზუსტად რაღაცებს შევერჯდები, ბევრი ყოფილა რომ ვაიმე და მე ეგრევე აღმოჩნდება რომ არ ხარ მაგარი, პრობლემა ეგ არის. როგორია რომ მაგარი ხარ და მოხვალ, ეგრევე ყველა ხდება რომ ვაფშე არ ხარ მაგარი. ხო, ნუ თან შეიძლება მაგარი ხარ, მაგრამ ჯერ გადაწყობილი არ არის ეს შენი სიმაგრე, ანუ რეალობასთან შეხამებული არ არის რა და ხო, და ამიტომ ესე უცებ რქები მოტყდებათ ხოლმე და ესე ჩუმად იპარებიან, მაგრამ ეს არასწორია რა და თან ახლა არის ჩვენი მთავარი მიზანი რა, რომ ამბიციური ხალხი გვინდა რა. ის ვისაც რქები მალე მოტყდება და გაიპარება, ეგ არ არის სამიზნე, საიდანაც მე პროფესიონალი მრბოლელი გაიზრდება რა. ჩვენ გვინდა ამბიციური, ვინც მოვა და ვინ თქვენ ვის უნდა მოუგოთ. აი ეგეთი ხალხი ვეძებთ რა. და ეხლა მანდ არის კიდე ერთი ამბავი. ანუ მაინც ასე თუ ისე გაცილებით იაფია, რა თქმა უნდა, კინგი ვიდრე პროფესიული დრიფტი. მაგრამ მაინც გარკვეულწილად უკვე რაღაც ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაინც რაღაცნაირად ძვირი არის. ვფიქრობ, უკვე მე პირადად ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ, გონია რომ აგერ გუგაც მაგ აზრზეა, რომ კიდევ ერთი დაბლა კლასიც უკვე არის საჭირო. ანუ მოვიდა ეს ეპოქა, როცა ქუჩიდან შეიძლება მოხვიდე ეგრევე იარო, ეგრევე აჩვენო თუ ნიჭიერი ხარ, გაიზარდო და აწიო მერე თამასა, არ არის პრობლემა, მაგრამ არ ყავს მცირე ასაკის ბავშვებისთვის არ არის მაგალითად არაფერი. და სტაბილური პლატფორმა არ არის რეალურად რა. კი, ანუ ეს არ არის უკვე ჯერ არ არის ის ხაზი, საიდანაც იცი რომ აი აქ მოყვალ, აქედან წახვალ, ეს წახვალ, ანუ ეს ჯერ არ გვაქვს რა. 13-14 წლის ბავშვები მოდიან, უკვე დადიან და კარგადაც დადიან. ხო და ისე რომ ტოლს არ უდებენ არავის, მაგრამ 13 წლამდე მოთმენ არ გინდა, ანუ მე მაგალითად 8 წლის რო ვიყავი, სადმე რომ მქონდა შანსი რამე გამეტარებინა, ამას ვიზამდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ასაკის დაწევაც საჭიროა და თუნდაც ეს 13 წლის ასაკისთვისაც შეიძლება უფრო დაბალი კლასი არსებობს, მაგრამ ერთი მთავარი პრინციპი. რა არის ეს მთავარი პრინციპი? ანუ ვინ უნდა გამოდიოდეს? ყველა. ხო. ანუ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. ნებისმიერს ან მე რომ არის უნდა შემეძლოს იქ დაუშვათ გავაკეთეთ რაღაცა კლასი სიტყვაზე 1 და 8-იანი ძრავებით, ძალიან სუსტი მანქანების, ძალიან ნელი და ასე შემდეგ, მეც უნდა შემეძლოს იქ გამოსვლა, იმიტომ რომ შენს ანუ ყველას მე 1 და 8 კომპაქტი ვერ მომერიო. ხო, ნუ 3 და 0. მით უმეტეს, ანუ ის ვინც ჩატე ბავშვი მოვა და რო ნახავს რომ გუგას მოუგო, ხო, უკვე ამბიცია წარმოიდგინე, ესად გაუფრინდება ამბიცია რა, ხო, რატომაც არა რა. ანუ ერთი წაგებაც კი, ანუ ხო შანსი არ არის დრიფტიდან ისეთი სახეობაა, რომ ნებისმიერმა შეიძლება წააგოს. ნებისმიერ შეიძლება მოუგოს, ხო ესეა. ანუ წარმოიდგინე რომ მე მეც კი წამივია. წარმოიდგინე რომ ვიღაცა მოდის 12 წლის ბავშვი და გიგებს რა. ის წარმოიდგინე სად არის. ამიტომ აი მთავარი პრინციპი ამ ჩვენი შეჯიბრებების, ანუ კინგისაც ეს არის და მაგიტომაც არის რომ ესე იზრდება და იზრდება. ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცები მოგდებენ შარს რომ აიო საქართველოს ჩემპიონატი კი ძვირი იყო, მაგრამ პროური არსებობდაო, მოყვარულები და თუ მაინც იქ შეგეძლოს იარულიო, მაგრამ და თქვენ დაღუპეთო, მაგრამ აქვე დაღუპეთ 70 კაცი გამოდის. რა დაღუპეთ? არა. ან პროფესიული დრიფტს ამბო? პროფესიული დრიფტის ქვემოთ ხო იყო მოყვარულები? მოყვარულები ხო იყო? ხო და ცოტა იყო ეგეც. ცოტა იყო, იმიტომ რომ ჩვენ დავუღუპეთ, ანუ ეხო ჩვენ უბრალდება რომ ჩვენ დავუღუპეთ. მაგრამ მაგის პრინციპი იყო ის, რომ ყველა დადიოდა მარტო.
და მარტო ყველაფერში ცოდვა ადამიანი. არა. მე ამას გულისხმობ თქვენს სისხლებს. ხო და თუ რაღაცა მეიჰანზე არ ხარ და იმაში რაღაცა კანსაი All Stars-ი არ გამოდიხარ, მარტო სიარული ყველგან ბანძობაა და 10 წელი რო იგეარა პრო ორშენ მაგას მაშინაც ვამბობდით და ეხაც იგივეს ვიტყვი რა. ის არის ჩემი მეგობარი. იქ ოყურე. მაგას მაშინაც ვამბობდი და ეხაც ვიტყვი რომ დრიფტი მარტო არის ძალიან მოსაწყენი და ბანძი. 10 წელი რო იგეარო მარტო წვილში ვიღაცასთან ერთად რო გახვალ აუცილებლად გაიჭედები და ძალიან დიდი დრიფტის უმეტესი ნაწილის სწავლა მოგიწევს თავიდან. ამიტომ ანუ ვაფშე ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ რომ გავუკეთებინო ჩემპიონატი, სადაც შეგიძლია იარო ბიუჯეტურად და იაროს ყველამ ერთად, იმიტომ რომ აი მაგალითად მაშინ აი მათე კარგი მაგალითია რა, მათეს ყავდა 3-0 პროორით დაიწყო თუ რაც ერქვა მაშინ და უნდოდა ჩვენთან ყოფნა, მაგრამ ჩვენთან ვერ იყო, იმიტომ რომ მაშინ ნოდარა დადიოდა 1000 ცხენისძალიანი მანქანით, ჩვენ დადიოდი 1,000,000 ცხენისძალიანით, რაღაცა მე LSI ის და მათეს ყავდა ტრენინორი. და უნდოდა ჩვენთან მეგობრობა, მაგრამ ვერ გმეგობრებოდა. გამოჩნდა კინგი, სადაც შენი 1,000,000 ცხენისძალიანი მანქანით გამოხვედი და მათეც იმ 3-0-ით გამოვიდა. ეხლა ეს მათე მაგალითია, ძალიან ბევრი ხალხი იყო ეგეთი, მაგრამ ჩემი და შენი და ნუ ამის თელი მუღამი ეგ იყო, რომ ყველა შეიძლებოდა ერთად სიარული. თუმცა რატომღაც ამაზე ბევრი დავა წამოვიდა, რომ პროფესიონალები არ უნდა დადიოდნენ და ასე შემდეგ მოყვარულებს მუღამს უკლავთ და რაღაცეები. მათ შორის საერთაშორისო დავების მქონდა ეგეთი, მოდი ესე ვთქვა, ანუ სოფლიოს მთავარი მსაჯი ვინც არის ფიაში, დევიდ კალასი, ჩამოსული იყო, ანუ კინგზე ყავდა და ვერნანიც. მახსოვს, ეგ და ვერნანი ერთად არიყვნენ, მეორე საფუძვზე ყავდა. კი, ტრენინგი ჩაატარეს, თან აქ სხვა ქვეყნებიდანაც მოუწიეთ ხალხი რომ ამ ეს ტრენინგი გაევლოთ. მე სერტიფიცირებული მსაჯი ვარ, ამერ შეგიშალე. ხო, მაშინ შენ საიღე სერტიფიკატი, მათ შორის, ხო და იმათანაც მქონდა ესეთი დავარი, რატო, მაგრამ იმიტომ რომ ესენი კარგად არიან. მეთქი საიდან მეცნობოდის. ესენი კარგად არიან გაფიცნობიერებული ამაში ყველაფერში, ძალიან მალევე დამეთანხმდნენ, რომ ხო შეიძლება ეს გზა იყოს სწორი და თან ეს ერთადერთი ვარ ჩვენ, სადაც ეს ხდება. ანუ სხვაგან არ ხდება პლანეტაზე მსგავსი რაღაცა, სხვაგან არ ხდება. და რადგან ჩვენ ერთადერთი რო ხდება, ესეთი ექსპერიმენტულია ეს ყველაფერი, მოდი ასე ვთქვათ, და მგონია რომ კარგად ვიზრდებით, ძალიან სწრაფად ვიზრდებით და იმასაც ხედავ უკვე რომ ახალი თაობაც ძალიან აქტიურად იზრდება და უცებ გახდნენ. ეხლა 3 მინუტთან ხვდებით რომ კაია, ხო? ხო, ანუ უცებ გახდნენ. მე ვიქნები ის ტიპი, ვიც რა შეგიტიო, თორე ეგრე დაამაეწყო. უცებ გახდნენ ჩვენ ხელები, მოდი ვთქვათ რა, ხო, პატარები, უცებ მოვიდნენ, დაიწყეს სიარული. ძმა როგორ ლოგიკო, შენ რო გამოდიხარ 1000 ცხენით. ხო და აბა უცებ გახდნენ ჩვენ ხელები და უცებ გვიგებენ, ახლა ბოლო ეტაპი იმისი მოიგო, მაგალითად ილია ბერიძე, ხო, ანუ რომელიც პირველ ბოლო ეტაპი მოიგო ილია ბერიძე პოდიუმზე ვიდექი ერთ ხარეს მედგა 16 წლის და მეორე ხარეს 16 წლის გოგო. მე შამპანიურები თან პირველი დღიდან მოკლედ ეგრე და რაღაცნაირად ეგრე შემეტენა ეგ ამბავი რომ კინგის პირველი დღიდან შამპანიური მომახონდა მე და ის მათ მივხვდი რომ ეხა შამპანიურთან ერთად კოკაკოლების მომახონდა. იუპი. და შამპანიურზე გამახსენდა ერთი წამი დავაპაუზოთ. მე ვთქვი ჩემი ეცი მე მეჭუება. რას დალებობთ? ხო ის რასაც ვთვალ. კოკაკოლა ასო წავს. ეს შენ? მოიცი როგორ გავხსნათ? არ ვიცი. ზერო გიყვარს თუ ჩვეულებრივი? ზეროზე გადავედი, წონა მოვიმატებდი, ხო გითხარი. ხო, ეს გამიხსენი მე არ ვიცი როგორ იხსნება იგი. აი წყალი მინა. უნდა მივადგერ ხელი მას. ჭვონიას. იმიტომ რომ მარტო ამას ვსვავ რა. მე ვარ გაგიხსნა. არ გაასახავარი? არა. აძმა. ადოვა. მე გონიათ რომ აქ ლუც არავინ არას. ბიჭო. მოკლედ. ეხლა მე მოვიფიქრე ესეთი ჩელენჯი, რომელიც ლაშას არ მოსწონს. მე უნდა ვაფშე კიდია, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა. ვისა? საავტომობილო პოდკასტში, რა თქმა უნდა, პირველი სპონსორი ყავს, მოკლედ, ჩვენი პირველი სპონსორი გარფი ყავს. მეორე სპონსორი რა შეიძლება რომ მოძებნო? ლოგიკური ადამიანი წავა ავტოიმპორტიულ კომპანიებთან, ხო? ან რაღაცა ნაწილებთან, ან ზეთებთან, ან რაღაცასთან. მოკლედ, ჩვენ გადაწყვეტეთ რომ მოვძებნოთ პივი სპონსორი.
და ესეთი ჩელენჯი მოვიგეთ. მოკლედ ყველა გადაცემაში მოვიტანთ რაღაცა რომელიღაცა ბრენდის ლუს რამე? ლუს არის მაგალითად ეს არის შავი ლომი, ძალიან საყვარელი პატარა 300 გრამიანი ბოთლია. და ყველა პოდკასტის მერე მივათ ამ კომპანიებთან და ვეტყვით, აი თქვენ ლუს ვიყენებთ, სულავთ გიჟებივით და დავასპონსორეთ. და ნახოთ მე რამდენი ეპიზოდში გვეყოლება სპონსორია. იმედია რომ 1-2 წლის მერე ის არ არის. არაყზე გადავედით და Coca-Cola არ გვინდა. ჩვენ გვინდა პივა. ოკეი. კაი. ნაურეთყობა ნახე? ანუ პირდაპირ გაბარიტებზე გეტყობათ ვინ სვავს ვინ სვავს Coca-Cola-ს რა. ვინ არა პივის გარეშე ჩვენი პოდკასტები არაფერია. ამიტომ მოკლედ მო დავუბრუნოთ ახლა ჩვენ თემას. ერთი საკითხი რომ მოიცა მოიცა იმაზე ხო თანხდებით რომ პრომ და მოყვანა ერთად უნდა ხო და ერთი პატარა უარყოფითი მხარე. არა ერთი პატარა პაუზა, ერთი რაღაცა მინდა ეს ჯაჭვად მოყვე რა. პატარა ერთი 2 წუთიანი, 3-იანი. არა, არ გახვედი, ანუ როგორ მოხვდე დრიფტზე. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ. ხო, ანუ შეიძლება დასკვნა ხო დასკვნა შეიძლება ვერ გამოიტანოს რა იმ ადამიანმა, ვისაც უნდა რომ დრიფტში მოხვდეს რა. იმიტომ რომ იქ რაღაც ბორბა იყო, ბევრ რაღაცას მივედმოვედეთ რა. ანუ ძალიან მარტივად ავაწყოთ ჯაჭვი. როგორ მოხვდე დრიფტში? ანუ რა მახსოვს შლოპანცებით მოდიოდი ხოლმე, მაგრამ აბა ეხლა რაღაცა მოგიგონა. რა უნდა ვქნა რა, რომ მოხვდე დრიფტზე. ანუ პირველი ყველა შემთხვევაში როგორღაც უნდა დაგვიკავშირდეს. გამოვეყოთ ოჯახს. როგორღაც უნდა დაგვიკავშირდეს. მოვაწევოთ ხელი. ტელეფონები, ანუ ჩვენი Facebook გვერდები, პრინციპში ტელეფონები, ლილო არნას ტელეფონის ყველგან დევს ტელეფონები, ყველა ვარიანტი გვიპოვით ძალიან მარტივად ესე უბრალოდ დავგუგლავთ და გვიპოვით რა. ხო, თუ არა და შედარებით შენი საიტის დრიფტ აკადემი G არის საიტი, რომელიც Instagram-ზე გადმოგიყვანთ, მადლობა ლაშიკოს. კი ბატონო, პირდაპირ ხო, აი მოხდებით გუგასთან, რომელმაც გააკეთა ეს დრიფტის აკადემია, მანქანას ყავს და თვითონაც არის იქ და თვითონ უვლის ამ ყველაფერს და პოზიციონირება მოახდინა. გასულ მოკლედ. ხო, და უფრო საიდერია რა. უფრო დეტალურად შეგვიძლია ანუ აქ რა არ დავხარჯოთ ბევრი დრო უფრო დეტალურად შემდეგ ანუ კომუნიკაციით გითხრათ რა და როგორ მაგრამ მაინც ავაწყოთ ჩონჩხი ანუ ყველა შემთხვევაში გვინდა თუ არ გვინდა პირველი ანუ ტესტირება არის ესეთი და ტესტირება 5-10 წუთიანია რომელ ტესტირებაზეც გადიხართ და ამ ტესტირების შემდეგ ჩვენ გეტყვით რამდენად რეალური არის რომ გააგრძელოთ რა ანუ ის თუ გინდა თუ არა პრინციპულად მინდა და ყველა ფულს ავხარჯავ და ყველაფერს ვიზამ ანუ შეიძლება ეგეც ქნათ რა თქმა უნდა იყიდოთ მაგანა იწვალოთ რაღაცები ქნათ და აკადემიაში ზიაროთ და რაღაც დონემდე მაგარიც გახდეთ მაგრამ ჩვენ ამას წინასწარ ვეგეტყვით რამდენის შანსი გაქვთ ანუ ამას პრინციპში აგერ უგაგეტყვით პირდაპირ მივყავთ ტესტირებაზე ტესტირებას გაივლით ტესტირება არ ჯდება ძვირი ანუ 150 ლარი ღირს ხო ტესტირება ალბათ თუ რაღაც ეგეთი არ მახსოვს რა ღირს ტესტირება 150 ლარი. 150 ლარი 5 წუთია მანქანასთან მეტი არ არის. სამწუხაროდ ბევრი დრო არა, იმიტომ რომ ძალიან დიდცვეთა აქ ამანქანას, მაგრამ 5 წუთში ეცოდინება თქვენ სათხარ და შემდეგი ნაბიჯები. ანუ თუ თქვენ ოდნავ მაინც გამოგდით დრიფტი, ამის შემდეგი ნაბიჯი არის რომ რაღაცა X ფასად იყიდოთ რაღაცა იაფიანი ბიუჯეტური მანქანა ძალიან ბიუჯეტური. მაგას ჩატში შემოხვა. აქ შეიძლება რომ ჩავერთო ხა? სხვა პატარა ჩარტო რო გავაკეთო? თუ ჩაიჭრა უცებ. არა, აი ცირის თქმა მინდა რომ აი მაშინ GDS-ზე რო იყო ლაპარაკი რა, რომ მაგარი საქართველოს ჩემპიონატზე რომ მოხვდე, გინდა ყველა ვარიანტში ძალიან მაგარი მანქანა. ძალიან მაგარი მანქანას აქვს ორი მინუსი. ერთი ის რომ თავდაპირველად რომ იყიდო ძვირია, თუ გამოცდილი არ ხარ, ვერააწყობ მაგის შანსი არ არის, მაგრამ თქვა მოხვედი იყიდე მერე იმ მანქანის სერვისით ძალიან ძვირია, მარტო ვერ შევე 500 ხენის ძალიანი მანქანა რო ყავს. შენ მარტო ჩახვედი იგაზავე, წამოხვედი არ გამოდის. და შეიძლება დაამტრო პირველად 15 წუთში. და მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა ამხელა რაღაცა უნდა ცადო და ნუ ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ პირველად რომ დაждდები მანქანაზე არაფერი არ გამოგივა. შენ 50-60,000 დოლარი გადაიხადო რაღაცაში, რომელზეც დაждდები და იქვე დაიკარგები. ძალიან ნაკლებად რეალურია. აი ალბათ ერთადერთი ტიპი, ვინც აი ესე პირდაპირ ადგა და სარბოლო ნამდვილი დიდი მანქანით მოვიდა არის შალიკა რა. ნუ მოვიდა, გადაწყვეტილი ქონდა რომ აი ესეთი მანქანა მინდა, აი ამდენ ფულს დავხარჯავ, ამდენი ხანი ვივარჯიშები და ნუ მართლა გაასწორა პადოკი იმდენი არა რა.
იმის გარდა ესე რომ ძალიან უნდა შალიკას პოსტა რა და ესე რომ პირდაპირ ტიპი ჩაერთოს ძალიან ზვირის დაждდა. ძალიან ზვირის დაუჯდა, მაგრამ ამის მიზანმიმართულად ქნა ეს და დანარჩენი ალბათ ყველა პატარით იწყებს და ნელ-ნელა ვარ რამაგარია ან არ არის მაგარი, არ არის აუცილებლად ყველასთვის მაგარი იყოს და ყველას დრიფტი უნდადეს. და პინგის მუღამიც ის არის ერთ-ერთი მუღამი რახან პინგზე გვაქვს საუბარი რომ რეალურად შეგიძლია 3-4000 $-იანი მანქანა იყიდო და თან ბევრი ვარჯიში. განა დაიწყო მარტო იმ 3-4000 $-იანი მანქანით რეალურად პოდიუმამდე ახვიდე რა. რეკლამა გავაკეთეთ თან. სხვაგან არ გამოსვას ტიტიბოს. მაგრამ სანამ 3 ან 4000 გადაიხდით, მანამდე შეგიძლიათ რომ 1-2 გაკვეთილი აიღოთ უგასთან. ხო, დრიფტ აკადემი ჯიზე და აზზე მოხოთ მიხვდებით გინდა თუ არ გინდათ, გინდა თუ არა ვაფშე ამ ხელა რაღაცაში გადავარდნა თავით. კი, ანუ თვითონ უშუალოდ გაკვეთილი იაფი არ არის, მაგრამ გააცილებით იაფია, იმასთან შედებით რომ მანქანა იყიდო. არა, მოდი შევთანხმდეთ რომ იაფია. ხო, ნუ თუ გინდა დაგითვლით და იაფია. ხო, გააჩნია რა საზომით შეხედა. მე ვამბობ რომ ის რომ წარმოგვიდგენია რომ 50 ვარა რაღაცას ვიზა. მოდი, აქვე ჩემი დრიფტ აკადემიის იმას გავაკეთებ ჩართვას რომ ხო, გავაკეთებ ინსტაგრამი და ვიდეოები რაღაცები ხო დავდე და ძალიან ბევრმა მართლა ძალიან ბევრმა მომწერა. და მაგრამ ვიღაცები წერდნენ ფასიანია ძმა. როგორ წარმოგიდგენიათ ხა რომ მანქანა მყავდეს დრიფტის მომზადებული 2 ჩამოვიდე ლილოში დაგიყენოთ ახალი საბურავი საწვავი ავტოდრომის ქირა გადავიღადო მე ჩამოვიდე 10 წელი რა გამოცდილებას ვაგროვე მოგიყვათ ყველაფერი და თან უფასო იყოს 300 გრამიან პივაში გადავიხადეთ ფული ამას არ გვაძლევს უფასოდ არავინ ანუ როგორ ცხოვრობთ ეგრე რომ ეგეთ რაღაცებს უფასოდ ელოდებით არ ვიცი მოკლედ კაი მე გაგაწყვეტინე შენ და შეგიძლია რომ ხო გააგზავნო აღარასო სად იყო როგორ არ მახსოვს როგორ ეს რაღაცები ამოჭერი და პირდაპირ ისე გადააბით როგორც სადაც ვიყავი მოკლედ ანუ ის რომ თუ გითხრეს რომ შენ გამოგივა დრიფტი რაც ძალიან კარგია მე არის შემდეგი ნაბიჯი ანუ ან კიდევ ბიუჯეტურ მანქანას და პირდაპირ იწყებ ვარჯიშებს იმ მანქანას ული და ანუ მწვრთნელი არ ყავს და იწყებ ვარჯიშებს ან კიდევ უფრო მარტივი გზით მიდიხარ პირველ 2 გაკვეთილს იღებ აკადემიაში და ამ გაკვეთილს გადიხარ და კიდევ ერთხელ გადაამოწმებ რამდენად გინდა მართლა რომ ამ გზით წახვიდე ყველაზე მარტივი მაინც საბოლოოდ ის არის ან ბიუჯეტური მანქანა რომელიც როგორც უგამ თქვა ამ მანქანით შეგიძლიათ ვარჯიშები ციაროთ შემდეგ შეჯიბრი ციაროთ შეიძლება პოდიუმზეც კი მოხვდეთ თუ შეატყვეთ უფრო დიდი ბიჭი გაიზარდეთ ან დიდი გოგო უფრო მეტი შეგიძლიათ შემდეგ ეს მანქანა ამ მანქანას აუცილებლად გამოუჩნდება კლიენტი რომელიც ასევე დაიწყებს ამ მანქანით და თქვენ გადახვალთ უკვე სხვა მანქანაზე ეს არის მაგრამ სავარჯიშოდ მაინც ეგ მანქანა საჭიროა იმიტომ რომ შენ მანქანით ვერ ვარჯიშობ კი თუმცა ხო მაგალითს მოგიყვებით ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის ევა მაგალითი არის კარგი მაგალითი ანუ იყიდა ბიუჯეტური მანქანა მე ოდნავ ზვირიანი მანქანა იყიდა ეხლა იყიდა სუპერ ზვირიანი მანქანა შალიკას მანქანა იყიდა ევამ გვარიც გამოიცვალა ევა ნოქსია უკვე იმიტომ რომ საერთაშორისო ეტაპზე მეთქი ვერ ვიქნები შენი მენეჯერი თუ არ იქნები მანქანა იყიდა ეგეთი რო გვარი შეიცვალა ხო ევა ნოქსი შალიკას მანქანა არა გვარი რო შეაცვლევინა ევა არა გვარი მაგდომ არ შევაცვლევინა ანუ ევა ნოქსი ეს იქნება საერთაშორისო ასპარეზზე ესე წარსდგება თან ქართული ლიცენზიით იმიტომ რომ ეს იყო ჩემპიონობა იმიტომ რომ აქვს რატომ რა მე ძალიან პრინციპული ვარ იმიტომ რუსეთის დედა შევეცი ხო მე ძალიან პრინციპული ვარ ანუ არ არის რუსეთის წარმომადგენელი ბელარუსის მაგრამ ჩემთვის არსებითად არ განსხვავდება ანუ ბელარუსიდან წამოსული არიან და მე ანუ ისრაელის მოქალაქეა იქ ცხოვრობს იქ დაიბადა იქ გაიზარდა მაინც დაალაიქეთ ეს ვიდეო ჩემი იქ დაიბადა იქ გაიზარდა მაგრამ კაცი გადმოიბირა მე ვერ ვიქნები მენეჯერი ივანოვის ძალიან მარტივად მამამისი შეეგუა იმას რომ მე ვერ ვიქნები ესე ანუ ყველა შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე უნდა წავდგეთ სხვა გვარით და შესაბამისად არის ევა ნოქსი. ეხლა გადავედით შემდეგ ეტაპზე ანუ ევას შემთხვევაში ძალიან ბევრი ვარჯიშა მაგრამ ერთი პირველი ბიუჯეტური მანქანა იყიდა ესეთი ხო 5 წელი თუ რაღაცა მანქანა ხო ბიუჯეტური მანქანა, შემდეგ ეს მანქანა გაყიდა და იყიდა უფრო ძვირი მანქანა, უფრო სწორად ეს მეორე იყიდა ჯერ ეს ყავდა, დამზღვევი მანქანა და სავარჯიშოდ, იმიტომ რომ იაფი იჯდება საბურავებს ნაკლებად წვავს ამ შემდეგ და შემდეგ ეხლა იყიდა უკვე ახალი მანქანა, ანუ შალიკაშვილის მანქანა, რომელთაც საერთაშორისო ეტაპებზე გამოვა
მაგრამ მიუხედავად ამისა, ეხლა Wintercup-ი იწყებს სავარჯიშოდ იყენებს ისევ თავის ძველ მანქანას და ამ პლატფორმას, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ის რაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუწევ, სოფლიოში არსად არ არის. ესეთი შესაძლებლობა სადღაც რო გინდოდეს, ეხლა მაგალითად გინდა ბელგიაში, რაღაც გერმანიაში გინდა რომ გახდე დრიფტერი, როგორ უნდა გახდე, ეს გზები არ არსებობს, ყველა წვალობს და ამიტომაც ვფიქრობ რომ ჩვენი ამ King of Drift-ის გზით საბოლოო ჯამში ჩვენ გამოზრდილი სოფლიო ჩემპიონები მაგალითს მოყვები მეც. ბევრი დაიკარგა მსგავს შემთხვევაში, რომ ადგენენ მანქანები იყიდეს ისეთი, რომ ვითომ დრიფტკარია. მერე რაღაც თავის მეგობარს თხოვეს, რომ მოდი ახლა პლატინორი ჩავდოთ ან რაღაცა და აი მაგ პროცესებში ძალიან დაიკარგნენ. და ეხა იმ ადგილზე არიან, რომ მანქანა ყავთ, არ დადის, ვერაფერს ვერ შვებიან. ფული აღარა, სახში აღარ უყვართ. როგორც და აი ძალიან იმაში მორევში ამიტომ ჯობია რომ სწორი გზით წახვიდე რა, ამიტომაც თქვი რომ ღია ვართ ჩვენ ყველასთვის, ან ნებისმიერ რჩევას მოგცემთ, ანუ არ დაგვენანება რჩევა, როგორი გზით წახვიდეთ, იმიტომ ჩვენ ყველამ გამოვიარეთ ეს წვალების გზები, ყველამ ვიწვალეთ ბევრი, ხან ესე ვქენით, ხან ესე ვქენით, ამ რჩეველი არავინ არ გვყავდა არასდროს და ამ წვალებით მოვაგროვეთ პირადად ჩემი შემთხვევაში რამდენი წლისას ვარ, იმდენი წლიანი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ სულ ჩემით გავიარე, ეს აბსოლუტურად არავინ არ იყო ის რაღაცა მიმართულებას მომცემდა და 23 კაცი. როგორ 23 კაცი. ხო, რა ყველა. ხო რა. მოკლედ, ჯობია რომ მოკლედ გზით წავიდეთ. აი მაგალითი, მიდიხარ აკადემიაში, ორ გაკვეთილს იღებ. მერე გეუბნებიან, ან გააგრძელე ამით ან არაო. ან მოდი პირველად დავლივოთ საღამ. მე ჩატში შეგიყვან, სადაც მანქანერც ვიყიდის რომ დავწერ, აი დაგერხევა ეგრევე, აი 260 მანქანა დაგეცემა დავზე. კი, რომელიმე სამوارჩევ, იყიდი და всё, უკვე ახლოს აღარ ჭეშმარიტებასთან. ხო, ერთი რასაც მეულუდი ამბობს, რომ ღია ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ამბავი, ან დრიფტში ჩართვა რო გინდათ, ბევრისგან გამიგია რომ აი დრიფტი მინდა რაღაცა მანქანა მინდა ვიყიდო. მეთქი ლიდოში დადიხარ ხოლმე? არა. რუსეთში დადიხარ ხოლმე? არა. ესე იგი არ გინდა შემოძლო შენ დრიფტი და რავი წადი სხვა საქმე გააკეთე. ან როგორ შეიძლება ხა დრიფტი მაგრამ გინდოდეს და გევასებოდეს და შეჯიბზე კი და ერთ შეჯიბზე არ იყოს საყურებლად ნამყოფი რა. აი ეგ არ არის რეალური. ეხლა რაც შეეხება მოკლე გზას. აი მაგალითი რო ავიღოთ ეხლა მართლა იმის რეკლამა მარტოდაც არ არის როცა ჩვენ ვასწავლეთ ვიღაცებს, მაგრამ ფაქტია რა, როცა ამხელა გამოცდილება გაქვს ჩვენ დავკარგეთ ძალიან დიდი დრო პატარ-პატარა რაღაცეების სწავლაში. აი მაგალითად აი რავი ადრეც მაგალითად მოყოლილი რომ აი ხიდის დადუღებაზე იმდენი ხანი წვალობდი და მე სადღაც სარიშვილმა მე დავადუღებინეო და სარიშვილი გამომყვა და იმას უთხრა რომ აი მე ხო დამიდუღეო ხიდიო და ცოცხალი ვარო ხო არ მოუკვდიო ამასაც დაუდუღეო და თუ მოკვდებით რავი ჩვენი კარგით მოვთხრა დაგვიდუღეო ხიდი აი ეგეთ დებილობებში იკარგებოდა ძალიან დიდი დრო. ეხა მაგალითად აი მოხვევა ვაფშე ცხოვრება მაქვს დახარჯული სანამ ვიპოვე ერთი პერი ჯადოქრობა დავიჯერე მოხვევაზე და ნუ მე მივხვდი რომ თად ჯადოქრობა არ იყო რა. ხო და აი მაგალითი არის ძალიან მარტივი ეხა ევას მაგალითი რომელმაც რეალურად რა ერთ წელიწადში შეძლო რომ გამხდარიყო ანუ იმას დავანებოთ თავი ევაზე რომ გოგოა მაგრა დადის მაგრამ ის რომ ემატება რომ თან გოგოა ვაფშე მაგარია, მაგრამ რეალურად მაგრა დადის და ევან ძალიან ბევრი ხო, რა ბოლო ეტაპზე დავანებო. ჩვენთანაც საკეთ პოდიუმზე იყო ჩემს გვერდით. შენს გვერდით. ილიას მაგალითი, ძალიან ნიჭიერია, ლაზარეს მაგალითი, ძალიან მოკლე დროში შეძლეს რომ ძალიან მაგრა დაიწყეს სიარული. იმას კი არ უკარგავთ რომ ისინი ჩვენი დამსახურება კი არ არის რომ ისინი აქ არიან, ძალიან ნიჭიერები არიან და ძალიან ყოჩაღები არიან, მაგრამ ჩვენ დამსახურებელს ეს პლატფორმა დახვდათ უკვე რა. ეს პლატფორმა დახვდათ ერთი და მოკლე გზები ვასწავლეთ, რაში არ უნდა დაიხარჯოთ დრო და. ნუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ მიხინი ესე? არ მეთახმები? ანუ შენ ის ხარ, რო უნდა დაგვეთახმო და ვერ იპოვე რაში არ დაგვეთახმო. ეგრევე გამოვხდა ამ კამერას. ბევრი რაზები გამახსენდა და მეთქი ხა თუ. აი, next. შეფეველურ ცხოვრებაზე მოგვიყევით? მე იმენა შევჭამე. ბიჭო, კაი, იყო გაგოსტარ. რო ნახე მთელი ცხოვრება ხო დავწანწალებ მთელს პლანეტაზე რა. ბიჭო, მან დღადაობა არის რომ რაღაც დაყენებული ხმით, აი ძალიან რაღაცა ესე ჩემო მეგობრებო აი. ხო და მოიცა ერთს. კითხე რა, ანუ ყვები. მოიცა, ვაფშე მაგაზე მოყოთ რა, რატო ვიყავით? ვაფშე საიდან მოდი ხდება და რა ჯანდაბა გვინდოდა ფარავანი. ერთი ეს მთელი ცხოვრება მოიცა ერთს. დავწანწალებ მთელს პლანეტაზე.
იშვიათი ადგილი არსებობს პლანეტაზე, სადაც დამყოფი არ ვარ რა. თან სულ რაღაცა გადასავლებში და სულ მინდოდა რომ ეს რაღაცა ვიღაცებს თან მეჩვენებინა და ამეხსნა რა, სად როგორ იყო, მაგრამ ვერასდროს ვერ მოვაბითავი რა. ეხლა ეს რასაც შენამბობ რა, ეს ერთი რო წავედით წავწანწალდით, იმიტომ რომ ზამთრის თასის ერთი ეტაპი იქნება როგორღაც გაყინულ ტბაზე ჩაგვიტარებინა, რაც პლანეტაზე არსად არ ყოფილა, რაც ძალიან მაგარია და მუშაობთ, მაგაზე არა, ესე არ არის რომ მუშაობთ ამ მიმართულებით რომ ხო, მომენტ იქ ეზარებოდა რაღაცეები და ჩასლა ამოსლა გაყინულზე გასრიალება. მე როგორ სურათ იქნებოდა, აი მანქანიდან გადაღებული კადრი იქნებოდა გუგას რომ რა გაყინულ ტბაზე გავედი. და თოვლია იქ. მთელი ჩემი 120 კილოთი გადავედი ტბაზე და გავიარე და. ხო და მეტი რამე. ხო და მაგრამ ამბავი ის იყო რომ ეს ბევრი რაღაცა მაქვს თან გადაღებული. ნუ ჯერ ადრე იმ ეპოქაში დავწანწალებდი, როცა გადაღებაც არ იყო, მობილური არაფერს არ იღებდა. მე იმ ეპოქაში თუცა იღებდა და უამრავი რაღაცა მაქვს გადაღებული, მაგრამ დრო არ მქონდა ხოლმე რომ მე ეს ყველაფერს ხუნა ავაკოცით რა. თბილისის ქუჩებიდან მახსოვ ხარ რომ ეს რასაცობია. ხო და არა ხო რო ხო და ყველაფერი ხო პირდაპირ რასაც ვხედავ იმას ვიღებ და ვამბობ ხო და ეხლა რაღაცები რო გადავიღე სახში აღმოჩნდა რომ შობა იყო და დრო მქონდა რა ნუ არ ვსვავ არ ვჭამ არაფერი მივიხედავ მეთქი რა გავაკეთო და ავაკოციზე და ესე ვოისოვერით პირველად დავადე ხმა ძალიან მაგარი გამოსა ძალიან აი ეგეთი გავარდნა დრიფტის ქართულ დრიფტის ვიდეო ჯერ არ ქონია მაგრამ დრიფტიც გენია იქნებ რაღაცა ის იყოს ფაქტია რომ ესე უნდა ქნა, რომ რაღაცა კარგად გაიგოს ხალხმა. აი, მოდი ახლა ზამთრის ეტაპზე ჩამოვარდა საუბარი, გავაცნოთ ხალხს ზამთრის ეტაპების არსებობის შესახებ. ესე იგი, რომ გადავწყვიტეთ, რომ გავკეთებინათ King of Drift-ი, პირველი სეზონი ჩავატარეთ. მოდი, ეგეც თქვათ რა, სახალისო ის არის, რომ პირველი ეტაპი დავიწყეთ. მოკლედ, პირველი წელი მე და მევრუდი ვაფშე ყველაფერზე ვჩხუბობდით რა. აი, მევრუდი იტყოდა, რომ სტარტი იყოს აქედან, მე ვიტყოდი, რომ არა, აქედან, აი, აქედან უნდა იყოს, მე მაგრა ვჩხუბობდით. მაგრამ ნუ ერთი წელი რო გავიდა, მაინც იქიდან იყო ხოლმე. ასაკს პატივი ეციდა რაღაცას მეუბნები და მე დღეს ახალი აღარ ვიქნები. მოკლედ. პირველ ეტაპზე მონაწილეები სხვათა შორის თავიდანვე ბევრი იყვნენ. ის არ იყო რომ 7 კაცი მოვიდა და რაღაცა. ხო, მონაწილე ბევრი იყო, ხო რა. მაგრამ 42 მონაწილე. რაღაცა ბევრი იყო რა, მაგრამ აღსანიშნავი რაც არის ყველაზე მეტად წყვილში გავუშვით 4 კაცი. ეგეც სიკამათეთ ბევრი. ტოპ 4 იყო, იმიტომ რომ აი ვაფშე წარმოდგენა არ ქონდა ვაფშე რა მოხდებოდა. პროსტა ორი ტიპი შევიკარით, მოდი თქვით რომ მაიტა ჩავატაროთ შეჯიბრი. ხალხი მოვიდა, აი რა იქნება კაცი მარიცის და მოდი გავუშვოთ 4 კაცი. ის 4-იც რატო თქვით, ანუ ვიფიქრეთ რომ 4-ში ჩვენთან მოხვდებით რა და ნუ ხალხი ბარემ სანახაობას ნახავს რა, ანუ თუ ჩვენ ვერ მოხვდებით იმ 4-ში, ცოტა შარი იყო, მაგრამ ნუ ეგ იყოს ეგ 4 რა, ეგ ამბავი იყო. ხო, მაგრამ ნოდა ვერ მოხვდა იმ 4-ში გახსოვთ? ხო. შენ ვერ მოხვდი 4-ში. შალიკა მოხვდა 4-ში, მაგრამ ვერ მოიგო თან შალიკა მე მგონი. ბაში მაგარი უცნაური ეტაპი გამოვიდა. შემდეგ ეტაპზე თქვით რომ მოდი 8 კაცი გავუშვათო. და შემდეგი წელი დავიწყეთ ტოპ 16-ით. და არ მახსოვს მეორე თუ მესამე ეტაპზე გადავედით 32-ზე და ეგ იყო აი საქართველოს დრიფტის ისტორიაში ტოპ 32 გავუშვით, ოღონდ იმენა 32 იყო რა, 32 ტიპი იყო. განა 6 კაცი იყო და ბაირანი იყო 32. ნოლი ქულებით გადადიოდა. ანა ისბი და რეგისტრირებული გადადიოდა. 32-ში უნდა მოხვედრილი ყავი, ზე არ იყო რომ რაღაც იქ უნდა მოხვედრილი ყავი რა. ხო. აი შარშა ეხა ბოლოს 25-ში არა წინა წელს მახსოვს რომელიღაცა პირველი ეტაპი იყო თუ არ მახსოვს რომელიღაცა ეტაპი იყო მოკლედ კარგად ვერ გავიარე კვალიფიკაცია და აი დავდიოდი ცხვირთან პირველივე გავედი რა და დავდიოდი ცხვირ ჩამოშვებული რომ ვაიმე მეთქი კვალიფიკაციას ვერ გავივლი და ვაიმე რა მეშველება და ამ 32-ში მოხვედრაც რეალურად საქმეა რა ისე არ არის რომ ავტომატურად 32-ში არ ხარ ხო ხო და ეგეც არის ერთ-ერთი მან როგორც დავიწყეთ რომ როგორ გახდა და რატო გახდა კინგი ყველაზე მაგარი ჩემპიონატი საქართველოში. რაც არ უნდა მარტივი მანქანები იყვნენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა. ძალიან რთულია რომ 32-ში შეხვიდე და 32-დან მე აი ტოპ 16-ში, ტოპ 8-ში, ტოპ 4-ში მოხვედრა და პოდიუმზე ასვლა ანუ ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშო და ამ ძალიან ბევრი ვარჯიშის მერე კიდე თან რაღაცებში მაგრამ უნდა გაგიმართოს, იმიტომ რომ
აი ისეთი გარბენები იდება, რომ ხო, ნუ პრინციპში რამოდენიმე გარბენი ხო შეგიძლია ამოჭრილი დადო რა, ესეთი რაც ხდება რა. ჩემია ძირითადად. ხო, რა ხდება, იმიტომ რომ მართლასაც მე ახლა წელს უკვე ბოლო წელს უბრალოდ ჩარშან რა 25-ში რა ვთქვი რომ ნუ აღარ გამოვალ უკვე მეორე მხრიდან მივხედავ და ნერწმუნ მომდიოდა წელმაში ისა გამახსენდა ტოპ 32-ში ეს გამოვარდა და დაკარგა კარგავდა თუ დაკარგა კარგავდა ხო მაგარი სკანდალური ეტაპი იყო ეგ არო გადაუარა 32-ში აი ესე იჯდა ყველა რომ ხო ანუ ხო და ყველა წელი ეგეთია ანუ შარშანდელი წელს ესე იყო ანუ ვერ გაიგებდი სანამ ბოლო ხო ეგრე იყო ვინ გახდებოდა ჩემპიონი ვერ გაიგებდი ვერც იმის წინა წელს ანუ მაშინ მე გავხდი ჩემპიონი მაგრამ იმიტომ რომ ვინტერის ეგრე იყო გახსოვს წინაზე დათო რომ მოვიდა მოვიგეო всё ბიჭი გამოვარდა მაგრამ ყოფნისო და დაჯილდოებას ესე იდგა დათო და სხვავიდა პირველად ხო და ანუ ეგეც ძალიან მაგარია იმიტომ რომ სანამ არ მთავრდება ჩემპიონატი ანუ ბოლო ეტაპი ძალიან ბევრს წყვეტს რა ხო ეხა იყო 4 თუ 4 კაცი ბრძოდა რეალურად ჩემპიონი ქულებით მეტი მაგრამ რეალურად 4 იმბრძოდა ჩემპიონობისთვის და თან დათო არ მათი მეც ვიყავი მაქსიაში მეც მქონდა რეალურად შანსი მეც მქონდა რა რამე მეც მქონდა ისე დაალაგდა ბოლო ეტაპი რომ მქონდა შანსი თან ტოპ 8-მდე ისე ყველას მქონდა შანსი ან ტოპ 8 ისე შედგა ყველა გავიდა ისე პირველ ეტაპზე ვარ ჩამეჯო ნუ მეოთხე ეტაპზე შაბათს ყველას მქონდა შანსი რა ხო და ეგ ძალიან მაგარია რომ აი თან საინტერესო ის არის რომ აქედან მარტო დათოს მანქანა არის ეგეთი ბოროტი მანქანა რა დანარჩენი მათე 3-დან 0-ით იყო მე ნახევრად 3-დან 0 ნახევრად 5-დან 0-ით ხო ოდუა 3-დან 0 ოდუა 3-დან 0 და ნუ სევაც ახლა მეტრაკლებად ქართული მანქანაა ხო ცოტა კარგი ნაწილები უყენია მაგრამ რეალურად ქართული 370-ია ხო არაფერი ტურბო და მურბო და შვიდესხანი არა ხო და ნუ მაგიტომაც არის რა ესეთი ეფექტური რა ნუ ნებისმიერს აქვს შანსი აბსოლუტურად რომ შედეგი დადოს და თან ანუ ტოპ 32-ვე უკვე ახლა გეუბნები ახლა წელს რა იყო 25-ში რა ჟიურის პოზიციიდან უყურებდი და ეს არ სახში მიდიოდი ესენი მქონდა ხოლმე ესენი თავიდან ვერ მივხვდი მე გავცივდეთ ხო ეგზემოთ რომ ვარ უგიქინებს არა მე მეორე შეჯიბზე დავაკვირდი რომ ესენი მეჭიროდა და ის ვიღაცა რომ დადის აი ეს შეები რა რომ ანუ გადატვირთვას ვიღებ რომ უყურებს დილობ რომ შეიგრძნო გავლა ხო ვიღაცები რომ დადია ხო მეც გადაწყობას ვაკეთებ ანუ სხეულით ამას ვაკეთებ რა და ძალიან ზემოდან უკვე ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი ანუ ეს ორთაბრძოლები რო არის ეხლა ხო ვიცი როგორი იყო და როგორი არის ეხლა რა ეხლა უკვე რომ ჩამაბრუნდა იქვია რომ ვიცი რომ ანუ ნებისმიერი შემდეგი ბრძოლა უკვე ჭირს რა უკვე ტოპ 32-ვეში უკვე არის ომობანა შეუულებრივი რა და არის ძალიან მაგარი და ეს კიდევ ერთი ის არის რაც მიბიძგებს იმისკენ რომ ეს ხმამაღლად კი არ ვიფიქრო უკვე ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე რომ ძალიან მალე ანუ ქართველი დიდი დრიფტის სპორტსმენი გვეყოლება საერთაშორისო არენაზე ანუ გვეყოლება ნუ ქართველები თუ ვერ გავუკაჩავთ საქართველოში გაზრდილი მაინც იქნება ვინმე ასე რომ ვის გულისხმობს ნახავ იმ ჩემ მანქანაზე ისწავლოთ არა გამიხსენე რა ხო თუნდაც ხო ანუ 1% უკვე გვაქვს ხო იტაი დაგვავიწყდა მაგრამ იტაი რეალურად ჩვენთან დადიოდა და ხო 2 წელი აქ გამოიწურდა ნავარჯიშები მაგრამ კი და ხო აქ გამოიწურთო და ეგერ სოფლიო საუკეთესო მრბოლელს მოუგო როგორც მინიმუმ ხო იტაი ძალიან ყოჩაღი პოდიუმზე იყო დრიფტმასტერსის პოდიუმზე მოხვედრა არ არის რა მე მახსოვს იტაი ჩვენთან ნიკამ დამირეკა ავტოდრომის ნიკამ დამირეკა რომ ვიღაცას უნდა მანქანის ქირაობა ვიღაც ტიპები არიან ჩამოსულებიო რაღაცა ჩემ მანქანაზე ვერ დაждდა თუ ვერ რაღაცა ვერ მოგვარდი შენი მანქანაზე დაждდა და იქ რო ვიყავი და უყურებდით რა და ვერ დაждდაო და ბავშვი იყო და ეს არის მუტრუკი და ეს ჩაждდა ვაფშე ესე ის იყო მაშინ და კარჩე ვერ იმასქნა და დონას და რუიანს აკეთებდა თუ რაღაც ეგეც რა იქ პადოქზე ვიდექით და უყურებდით აი მიიქცია რა ყურადღება რომ აი ეტყობოდა რა ტიპს რომ იმ რუიანზეც ეტყობოდა რომ აი რაღაცა ნასწავლი ამესადენები შეგრძნებია იმენა იცოდა რა მაგარი იყო უკვე მე ჩვენთან რომ დაიწყო სიარული უკვე რაღაცებში რაღაცები არ უმართლებდა რაღაცებში ცოტა აირია ალბათ ბავშვია რაღაცა ინერვი რაღაც ისე არ წაუვიდა მაგრამ იმენა ეტყობოდა რომ მაგარი იყო რა წავიდა დრიფტმასტერსზე და ო რავი ტიპი სტაბილურად ტოპ 16 ტოპ 8-ია და რავი შანაჰანი გამოავდა და მეტი რა უნდა ქნას ახლა
ხო არა მეცაც იზამს ახლა რა აქვს მიზნები ანუ მე აქვს ხშირი კომუნიკაცია და დიდი მიზნები აქვს ძალიან და ვნახოთ ანუ მანქანა შეცვალა შარშან რაღაცები ქნა და წელსაც კიდე ახალი მიზნები ვნახოთ რა იქნება და ჩვენც გვაქვს დიდი მიზნები რა ოღონდ ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში მე უკვე ჩემი მოსწავლის ჩვენში შენ და ევა იგულისხმობი? ქართული გვარი რატო არ მიეცი ბარე? ანუ მუშაობ მაგ საკითხზეც მაგალითად ღვინჯილია შეიძლება პირველი 300 და მე მიამატებინებს. ხო არა ნუ ეგ ნახოთ მომავალში რა ისე ქართული შეყარებული ყავს მე დაგითხრათ რა ხო და ანუ გვარზე ქართული შეყარებული ოპა ხო და ნახოთ რა გამოვა მაგრამ ნუ ეხლა ევას ამბავის და სად მიდიხართ მოდი ეგ გითხარი ვივლით სადგიბალეში გოთ ხო ვივლით ყველა შემთხვევაში ანუ პირველი იმიტომ რომ ადრე იწყება იქ სეზონი ანუ ესპანეთში ჩავალთ პირველ ეტაპში ესპანეთში ვივლით ყველა ვარიანტში ესპანეთში ჩალიკასყავს მეგობრები რამე თუ დაგჭირდება დაირეკეთ მოგიგვაროთ ყველაფერი ხო და განსაკუთრებით საორგანიზაციო კუთხით და მე ან თუ OMT იქნება დარეკეთ და ბევრი ვიმჟელეთ გადავწყვეტეთ ესე რომ ლატვიაში იყოს ბაზა და იაროს ჩემპიონატი ან ბალტიის ჩემპიონატი იაროს ან მარტო ლატვია არ არის ლატვია ლიტვა ესტონეთი ბალტიის ჩემპიონატზე იაროს იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი მაინც აქვს ბალტიისპირეთში ჩვენთან არ არის ხო კინგზე ეხლა ვინტერს დადის არა ვინტერს დადის მაგრამ კინგზე სიulis როგორ არა ანუ კი ხო და ჩიდი მან რას ხომ თქვა ბოლოს აცმარიცი ანუ საქართველოს ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონატზეც ანუ დრიფტის საქართველოს ჩემპიონატზეც ნახოთ როგორ დავაგდება ჩემპიონატის ამბები ანუ მე ძალიან მინდა რომ ევამაც იაროს იმიტომ რომ უკვე ისე იქნება რა ანუ შედარებითობა გვექნება იქ როგორც ივლის და აქ როგორც ივლის რაღაცებს ერთმანეთს დავადარებთ ფიქრობ რომ ანუ ისიც გაიზრდება და ჩვენთანაც მრგოლები გაიზრდებიან იმიტომ რომ ეხლა იქ საერთაშორისო წარმოიდგინე ეხლა ბალტიისპირეთის ჩემპიონატზე ივლის IDC-ის ანუ სოფლიო თასის გამარჯვებული ნიკნაკი არა ბალტიის ჩემპიონატზე რა ნახევარი ევროპის ბომბასასტავი დადის კი ანუ ხო ნუ რავი რომელი ერთი ყველა ბევრი შეიძლება ჩამოთვალო დაწყებული რა ვიცი რომელი გინდა და თან ისინი მეორე ნაწილი ვინც დადის ევროპის მოსწავლეები ანუ პოლონეთის ჩემპიონატზე პოლონეთის ჩემპიონატის ეტაპების თუ მოახერხეთ იქაც მინდა რომ გამოდის ანუ 2026 იქნება ევასთვის ზრდის ანუ ესე დავგეგმეთ რომ რომელიღაცა ჩემპიონობას ან პოდიუმს რაღაცებს არ ვემიზნებით ზრდას მოდი ჯერ კინგი მოიგეთ რა ჩვენი ხო კინგზე ერთადერთხელ მოხდა პოდიუმზე და ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი რა რომ რამდენად ძლიერია კინგი მაინტერესებს იმიტომ რომ ერთადერთხელ მოხდა პოდიუმზე წლის განმავლობაში მიუხედავად რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ხო მაგრამ ხო მოხდა პოდიუმზე რა მე კინგი მოგებულია მაგცი ხო არ გაქვს საქართველოს სამგზის ჩემპიონი ხარ მაგრამ კინგის მოგება რეალი არ არის ის ეტაპი არ მომიგია ხო ეტაპიც არ მოუგია ხო ეხლა მაგას არ მიფიქრია მაგრამ არც ერთ ეტაპი არ აქვს ხო მოგება კაი ამოშალეთ არც ისე მაგარი ჩემპიონატი ყოფილა მე თუ არ მომიგია ხო ანუ ხედავ როგორი ძლიერი ჩემპიონატი გამოვიდა საბოლოო ჯამში რა კინგი ძალიან ძლიერი ჩემპიონატია კაი კინგი რო შევადაროთ დრიფტ ნუ კარჩი კინგი რაც არის ახლა დრიფტია გასაგებია რო შევადაროთ სხვა ჩემპიონატებს მაგალითად როგორიც არის წრიული რბოლა რომელიც ბოლო 750 წელი არ იყო და მანამდე 600 წელი კიდე რაც იყო ყველამ ვიცით მაგალითად მაგალითად აღმართის დაძლევას ოღონდ იმ კუთხით კი არა რომ აღმართის დაძლევა ბანძია და რაღაცა ადვილია და ძნელია და რაღაცა უბრალოდ აი როგორც ჩემპიონატს რო შეადარო აი შენ როგორ შეაფასებდი თუ კიდე მე ძალიან მარტივ შეფასება თუ კიდე ჯერ შენ შეფასებ მე მეშო და თქვი და მე უკვე ამ შემთხვევაში უკვე იმ კუთხით ვიტყვი ანუ აკონცენტრირებული არის ყველაფერი ეს ანუ ჩემში რა და შენ ერთი გადმოსახედი გაქვს მარტო დრიფტის გადმოსახედი ამიტომ თქვი შენ და მე არა ერთი გადმოსახედი არ მაქვს დრიფტის იმიტომ რომ აღმართს დაძლევაზეც რავი რამდენიმე ეტაპზე გამოვედი და ძალიან მიყვარს და ნუ როგორ ჩემეძო ყველაფერს ვცდილობდი რომ გამეკეთებინა წრიულ ბოლაზე კომპაქტითაც ვიარე, ლეგენდითაც ვიარე, ეხლა ძალიან მიყვარს და ეხლა სიამოვნებით ვივლი. უბრალოდ მე იმის გამინდა რომ ჩემპიონატად არ არის აღმართის დაძლევის ჩემპიონატი ეგეთი მაგარი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხალხია.
ვანოს რო არეულო ეხა წელს ვაფშე გაშუქება ვაფშე ვერავინ ვერ გაიგებდა რომ ჩემპიონატ მატჩში მარტო ვანოდებდა სურათებს იმიტომ რომ თავის მანქანა იბასება რავი წრიულ ანუ ხალხი ვერ დადის გაშუქება არა აქვს და აღმართის დაძლებაზე პროსტა ესე ვერ მოხვდებიან აღმართის დაძლებაზე დადის ის ხალხი ვინც ან რალი უნდა და ნუ პროსტა რალი არა აქვს და აქივლის ან წრიულ ბოლაზე დადიოდა და წრიული ბოლა აღარ აქვს და ის მანქანა შერჩა და იქ დადის ან ძალიან მაგარია აღმართის დაძლევა თავის ხრივაც არის მაგრამ აი ეს შედინება თუ როგორ დავარქვით ეგ ვაფშე არა აქვს წრიულ ბოლაზე ხა ამ BMW-ებზე ძალიან მაგარია სიამოვნებით ვივლუდი მაგრამ ჯერჯერობით ვერ არის ესეთი მაგარი იმიტომ რომ მინიმუმ რაღაცა ცოტა დრო უნდა ცოტა სტატუსი უნდა მიუხედავად იმისა რომ მაგარი ტიპები გამოდიან მაინც აკლია ბევრი რამე რავი ეგ არის ჩემი აზრი რა და მანდ მოხვედრაც საკმაოდ რთულია ვაფშე არ არის ადვილი ეხა წრიულ ბოლაზე ადგე და უცბად მოხდო ის მანქანა და გამოხვიდე და შედეგის დადება ხო შეუძლებელია ახალი ტიპი მოვიდეს შედეგი დადოს ანუ აქ თუ შეიძლება ერთ წელი ვარ ჩოდა შედეგი ხაჯაია დადოს ხო მაგრამ ხაჯაიას ეხა ხაჯაიას შვილია და თადეხა ახლობა არ არის ნახე შეხედე მოყვა ხაჯაია აი ხო და ახსნე შეხედე ყველა დისციპლინას ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სპორტ სახეობაში მოდი ერთი რამ მნიშვნელოვანი რამ გამოვჩა მაყურებლების რაოდენობა ისეთ მნიშვნელოვანი რამ გამოვჩა რომ თავიდან უნდა დავიწყო მაყურებლების რაოდენობა ბილეთების რაოდენობა და ამის გაშუქება ოღონდ ის არა რომ პირობითად Kings Live-ი აქვს და კალცოს Live-ი აქვს შიგნიდან გაშუქება ის რომ აი მე ვიღებ ხა რაღაცას დრიფტის სასტავი უფრო მეტად აშუქებს ამას და უფრო აძლევს ამ შიდა სამზარეულოს უფრო აჩვენებს ხალხს რაც იწევს მერე შემდეგში ინტერესს ახალი სისხლი არის ცოტა აღმართზე ჩემი აზრით რა აღმართზე თავისთავად აღმართზე ნახე მოდი თქვა ეხლა და იმ ცოტადანაც ცოტა საქმე და ინტერესი რომ რაღაცა YouTube-ზე რაღაცა დადოს Instagram-ზე რაღაცა მეუდასნაირი რილსი ჩაწეროს ხო მეუდასნაირს ვერ ჩაწერს მაგრამ რა გაუტრაგე საქმე ამე უმდას კაცო ხო და მოკლედ აი მაყურებლის და იმის აღმართზე ეგ ვერ იქნება რა ნახე შეხედე მოდი გავუყვეთ ერთი რომ თვითონ დისციპლინებს რა სხვადასხვა დისციპლინა არის ისე როგორც სხვადასხვა სახეობაში სპორტის და ვიღაცას ეს გამოსდის ვიღაცას ის გამოსდის ერთი ეგ რომ სპორტსმენების მიმართულებები ეგრე იყოფა ხოლმე რა მაგრამ არის მეორე მხარე რა დრიფტი არ არის მარტო სპორტი დრიფტი არის სანახაობა და გიჟური სანახაობა ის რაც ყველაფერი ანუ რამოდენიმე წამში წყდება ყველაფერი ის რაც კადრსაც თვალსაც ყველაფერს ძალიან უხარია და მოსწონს და ერთ მაგალითს მოვიყვან შორს ვარ წავიდეთ ფორმულა 1-იც კი ჩემპიონმა წელსაც ჩემპიონმა აღნიშნა იმით რომ დონატები გააკეთა ანუ მაყურებელს აჩვენო შენი მარცე ვერ გაიქცეოდა ხო ემოცია რო აჩვენო ხო გჭირდება სიმძლავრე ხმა და ბოლი ეს სამი თუ არ არის ემოციას ვერ შოუა რა პატარა რა კი და ეს ყველაფერი დრიფტში ეს ყველაფერი დევს ანუ მეც ანუ რატო გადმოვერთ ეს გიჟურად ამ დრიფტში რა მე ჩემი შეგრძნებებით მაშინ თქვი როცა ჯერ კიდევ დრიფტი არ იყო პოპულარული და აღიარებულიც კი არ იყო ანუ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას აღიარებული არც კი ქონდა სპორტის სახეობადაც კი დრიფტი მაშინ თქვი რომ ეს სახეობა ის არის რაც ანუ მე ეს მინდოდა მთელი ცხოვრება რა ანუ ეს მინდოდა ანუ ეს სიგიჟე ხმაური ყვამლი კონტროლი იმის რისი კონტროლის შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში ესე გამოიყურება გარედან და ეს ყველაფერი აქვს დრიფტს ამიტომაც ეხლა ეს ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი მომავალი სხვა სპორტ სახეობა რამდენიც არ უნდა დახარჯოს თუნდაც ფინანსური თუნდაც ადამიანური რესურსი ხო არ ექნება იმხელა აღიარება და იმხელა სანახაობრიობა რაც აქვს დრიფტს ამიტომაც არის რომ სხვა სახეობებს ასე თუ ისე უჭირს და ახლა წრიულ ბოლაში მაგალითად ხო ხო ნუ ფორმულა 1 და ვერცეს და ლემანს არ ეხება ხო 25-ში ეხებათ მაგათაც მივალმანდ ანუ 25-ში წრიულ ბოლაში ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ქართულ რეალობაში ძალიან მაგარი საქმე გაკეთდა ის რომ ერთ მანქანაზე აეგო ყველაფერი რომ ასე თუ ისე თანაბარი ყოფილიყო ორთაბრძოლები მაგრამ თავიდანვე რა თქმა უნდა ვიცოდით ჩვენ რომ პროფები უფრო მაგრამ მომზადებდნენ მანქანას ანუ კაჯაიას მაგალითად რომ მოიყვანე ეგრე პირველ სეზონზე კარგად იარაო ყავდა მამა
კაჯაია, რომელსაც ზუსტად იცის მანქანა, რას უნდა ეუბნებოდეს, ანუ როგორ გააკეთოს მანქანა, რომ ის მანქანა იყოს სწრაფი. ადამიანის ხეულის ენაც იცის და ეგეც დახვეწა. კი, შესაბამისად, ანუ არ იყო იმისთვის იმდენად რთული, მაგრამ ის დანარჩენი ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ, ვისაც ეგონა რომ მოვა მანქანას მოამზადებს, იმიტომ რომ ყველა მანქანა ერთნაირია და პირდაპირ პოდიუმზე მოხვდება, ამას ვერ იზამდა თან მაყურებლის კუთხითაც ხო ეფექტი მხოლოდ გასტრებებში, ანუ ლაივს მეტი ეფექტი. ანუ ვერ ხედავ რეალურად რა. ლაივს მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ადგილზე რო უყურებ, ანუ ლაივში უყურებ კამერაში, ანუ ლაივს არა, მაგრამ ხო. ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით რა, ანუ რასაც კამერაში უყურებ, ანუ ეკრანზე რასაც უყურებ, ის ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ადგილზე რა, ადგილზე რომ მოდიხარ სიგიჟია. კამერაში ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ შენ ეგრე შემუდე. ხო, ნუ ეგრე არის რეალურად რა, ანუ მე პროფესიონალია და კარგი. გააპატიოს და ეგრე შემინათქავი. ეგრე არის. ის ის ადამიანები, ვინც აი წარმოიდგინე, ვისაც დრიფტი მოსწონს გადაღებულიც კი, ანუ ადგილზე შეიძლება გაგიჟდეს რა და წრიულ ბოლაზე პირიქით რა, ანუ გადაღებული რომ მოგწონს რომ ვერ გაგიჟდები რა, ბევრ რაღაცას ვერ ნახავ, გამოგჩება ყველაფერი აბსოლუტურად. ხო, იმიტომ რომ ის ჰაილაითები არის, რაღაც 40 წუთიან ბოლოზე 3 წუთი რეალურად. კი და აქ კიდე ყველაფერი ეგ არის რა. ხო, იმ ადგილზე უნდა იდგე რა, რომ ის ჰაილაითი ხო, რომ არ გამოგჩეს. თუმცა რუსთავს აქვს ეგ მუღამი, რომ მეტნაკლებად თელი ტრასა ჩანს. მეტნაკლებად. ხო, ნუ იქეთ ხიდისკენ თუ თუ გახდა. იცი როგორ ესებში ხარ და თუ მაგრად არ ბიხარ. ხო, უნდა იმოძრაო ეგ არის. მაგრამ ნუ თუ ეხლა წამი ფორმულა 1 რო ფორმულა 1-ია პირველად ფორმულა 1-ზე რომ მოხდი, ანუ სიგიჟე იყო იმდენად სწრაფია ეს ყველაფერი რა და ისე დამთავრდა რბოლა, რომ არ უცოდი ვინ მოიგო, ვინ საერთოდ რა მოხდა ვერ გავიგე და ვეკითხებოდი რომ მეთქი მითხარი და ვინ მოიგო, ვინ წა პოდიუმზე მივიდე და ვინახო რა მოხდა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ მოსახლეში ვიყავ, სადაც სып ჩაივდი, ანუ ეგ მინუსი აქვს რა. ხედავდი? ხო, ნუ დრიფტის ეგ ძალიან დიდი პლუსია, რომ ფერსად არ არჩევდი რა, გაიარეს და მე მივხვდი რომ მოსახლეში ნელ მოსახლეში მისულიყო ფერი მაინც დავერაღა რა ფერი იყო ის მანქანა. მოკლედ, ამიტომ ჩემი აზრით ძალიან სწორ სახეობას ვართ მიმდგარი. დრიფტი არის ის, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან დიდდება და დიდდება. ესე დრიფტი არაფერშუაში არ არის ხა, მაგრამ ერთი ის არის ტოპ ტიპია ჩვენგან. რუსეთში რო ჩავდივართ ხოლმე წევრი ბოლოზე და თუ დავინახავთ რომ ვიღაც ცენტრალურ ტრიბუნაზე ზის, ეგრევე ხვდები რომ ის პირველად არის მოსული. აი მოვიდა და ცენტრალურ ტრიბუნაზე დაჯდა. ესე იგი ჩემ პირველად ხარ ჩემ უძმოვი. ეგ ხო ის ხიძე გადადი იქიდან უყურე. როგორი ისტორია მაგრამ ანუ დირექტორი ვიყავი ხო? ის რა ქვია რუსთავის და თავისი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა მახსოვს. და ის რა ქვია მფლობელი ამ შოთ აფხაზა სულ პრესინგში ვამყოფებდა, ანუ შენებლობა რო დაიწყო ჯერ მაგ ავტოდრომის რა, იქიდან ვამბობდი რომ მეთქი არაუშენო ტრიბუნას წინ ეს შენობა რო ჩანდეს რა, მთელი რუსთავის წელი ხიბლი ეგ იყო ადრე, როცა ჩვენ ვრბოლობდით, ან წრიულ ბოლას რო ბალახზე ისხდა ხალხი და ყველაფერს ხედავდა აბსოლუტურად რა, ანუ ყველა მოსახლეს ხედავდი. და რო ნახე პირველივე გეგმა, მეთქი მოდი არავაშენოთ ეს რა, რომ ხალხმა ეს უყუროს ამის ხიბლი ეს არის და არაო ეს არის რომ თემ სოფლიოში რომ ცალ-ცალკე სექტორები უნდა იყიდებოდეს სხვადასხვა ფასის ბილეთები რა. ნუ მოკლედ საქართველოში ეგრე ვერ მოხდება მეთქი და მივედით იქ, რომ შეჯიბს რომ გამოდიოდით ხოლმე. მეც და აფხაზავს ორი, ანუ ის ლეგენდებში მე რა ფორმულებში რაღაც სხვადასხვა კლასებში გამოდიოდ. გახსნაზე ხო ვიდექით დაბლა რა, ესე გავახედებდი ხოლმე ტრიბუნაზე. ხედავ რამდენი კაცი ზის, მეთქი იყო. მეთქი ეს ყველა ის ხალხი, ვინც მეთქი ბოდიში ამ ხალხთან, მაგრამ მე მოვატყუე მეთქი რა. ანუ პირველად არიან. აი ესენი ყველა არიან პირველად. მეორე შეჯიბს ეს ხალხი აქ არის ხდება მეთქი რა. ანუ არ უთხარი ამ ხალხს რომ იმიტომ რომ ამას უნდა ენახა რომ ბევრი ხალხი მოვიდა რა აქ ტრიბუნაზე არ ვეუბნებოდი ახალმოსულ ადამიანებს რომ მეთქი თვითონ მიაგნონ სად არის კარგი საყურებელი ადგილი. მე მგონია მე სხვა ისტორიას ყვებოდი ერთხელ მე ვლმა გადაწყვიტა რომ არ ვიცი სურათი მდოდა თუ რა სპონსორთან მიდიოდა რა გადაკეტე იქით ჯარი იდგა ავტომატიანი ხალხი იდგა და გინდა აღიდან გადასმიღავ ცენტრალურ ტრიბუნაზე და ხო იცი ეგ ძალიან გაუბრაზდეს უყოლა ამას, მაგრამ ის ტრიბუნა მეტნაკლებად სავსე. ხო, ანუ სურათი შეიძლება კარგი იყო, მაგრამ ერთი სურათი შერჩა, ხო? სავსე ტრიბუნიანი. შეჯიბრი გაუმაზეთ. სავსე ტრიბუნიანი ფოტო და ყოფილიყო ყველა ვარიანტში. ეგ იყო, ანუ მთავარი მიზანი მაშინ ეგ იყო და ეგრე ვქენი ხო. ეგ ის არის, ხო? ფილოსოფიაზე რომ ბიჯეტები დადიოდი და. ხო, კი, ანუ მაშინ ბიჯეტები მქონდა აუდის და BMW-ს და იმის. ბიჯეტი წამოიყვანა BMW-ს ნიშნიანი და რაღაცა. Z3-ის პასპორტი ჩაუვლო. ვიღაცას აუდის პასპორტი გამოართვა. ნომრები მიაყენა და ეგრე მოძრაობდა.
ბიჯეტი. ხო, ნუ მაშინ ანუ გეუბნები ძალიან რამოს გეტყვა და ძალიან ნომრები ხო ქონოდა რა ვინმე რამეს გეტყვა ბიჭო რკინები იყო და ორი პლატფორმაზე მიშურებული ხო ანუ მთელი ამბავის იყო რომ მაყურებლის მისაყვანად აი ნახე დრიფტში ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ კარგ რბოლას და ამას მოყავს მაყურებელი ანუ ბუნებრივი პროცესია აქ რა წრიულ რბოლაზე რომ მაყურებელი მეყვანა მაშინ რა ვაკეთებდი ყველაფერს ანუ ჩავდიოდი მიჯეტით ქალაქ თბილისობაზე ვუხსავდით რაღაცებს შებოდით ანუ თავს ვიკლავდით რომ მაყურებელს გვეჩვენებინა რომ იქ რისიგულისთან ვიწრო ტრიბუნაზე გვამწყდებდა რომ მეტი გამშვენილიყავით ხო და ძალიან ბევრი შრომა მივიდოდა და აქ ესე არ გვაქვს აქ უბრალოდ ვაკეთებთ ისაც ყველაზე მეტად ხო მაგრამ რაც არ უნდა აკეთო ჩემი აზრით არ გამოვა პროსტა იმიტომ რომ ვერ ხედავ წრიულ რბოლაზე არა, ნუ მან რა ნახე როგორ აი ფორმულა 1-ზე ხო ვერაფერს ვერ ხედავს ხალხი. გეუბნები რომ ვერაფერს ვერ ხედავს. მან ვინც დადის აუ მგონია რომ ვაფშე ფორმულა სტორისთვის დადია. კი, ფორმულა 1 არის სტორი. ხო, აი ანუ მარტივად, ოღონ მართლა ეგრეა რა, ანუ ფორმულა ნუშევადარეთ, ნუ რა ხო. არა, სხვადასხვა რასია, პროსტა ვინც შევამის. ძალიან ცუდდებოდა უკვე და ლიბერტი მედია, მაგრამ უშველა რა, ეკოსტონმა რო გაყიდა და იმათ იყიდეს, დაიწყეს ანუ Netflix გადააღებინეს რაღაც ფილმები რაღაც, ანუ აციეს, აი რომელი 2023 თუ რომელიღაცა წელი იყო ამერიკაში, იმაზე ტეხასში რო ჩატარდნენ სერკათო ამერიკაზე თუ სადღაც 400 რაღაცა 1000 ბილეთი გაიყიდა. ეს ეხლა ხო, კარგად შეკუთულია რა გინდა რა სერჩი. არა. აი, ნუ აი წინა წელს 400 რაღაც 1000 ბილეთი გაიყიდა. რამდენი ხალხია წარმოგიდგენია? ხო, იმიტომ რომ მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ დრიფტზე 400.000 კაცი არ მივა, მაგრამ ფაქტიურად ყველა ეხა დიდი დრიფტის ღონისძიება რაც არის ბილეთებს ყიდის და ამის დასტური არის შარშან ჩვენც ვიყავით საყურებლად პოლონეთის ფინალზე 55,000-იანი სტადიონია და რაღაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე რომ ქვემოთ რაღაცები აღებული და ქვემოთ არიჯდა ხალხი 50,000 ბილეთი გაყიდული იყო. ეს ნიშნავს რომ 50,000 ეხა დრიფტის ასე გადამკვდარი ბალიში კი არ არის, მაგრამ ანუ შექმნეს ისეთი როგორც ფორმულა 1-ია, ყველამ ხო არ იცის ფორმულა 1 ეგრემა ხო 440,000 კაცი ის ხო არ არის რაღაცა ინჟინერ ტექნიკოსი, მაგრამ დრიფტ მასტერსმაც გააკეთა ისეთი ივენთი, სადაც მიიყვანა ხალხი და დრიფტს აყურებინა რა. იქ ბევრი მაგარი რამე იყო, მაგრამ ნუ რეალურად დრიფტისთვის მიიყვანა და просто დრიფტის თან პრობლემა და თან კარგი ის არის, რომ ორი მოსახვევია გადამული ერთმანეთზე. ორ მოსახვევში ხა შენ სულ 100 წელი გავიდეს და დრიფტი ყველაზე მაგარი სახეობა გახდეს, 400,000 კაცს ვერ დასვა. ის ტრეკი არის 7 კილო, არ ვიცი, ბევრია, არ ვიცი რამდენი, დიდი ტრეკია ძალიან და უზარმაზარი ტრიბუნაა და ამას წინათ იყო რაღაცა ინტერვიუს უსმენდი, ერთი ამერიკელი ტიპი არის, რატო არ ატარებო, ხო გაქო იმის ფინანსებიო, რომ ეგეთ ტრეკებზე ჩაატარო რა და ეგეთ დიდ ტრეკზე, აი სადაც ფორმულა ლემანია და ეგეთი ძალიან მაღალ სიჩქარიანი ავტოდრომები ეს ხრეშები და გადასავარნი ადგილები ძალიან დიდია და ტრიბუნები არის იმის იქით და იმ ტრიბუნიდან რეალურად იმდენად შორს არის ტრასა რომ ეფექტი აღარ აქვს რა და დრიფტი მან არ ტარდება ხოლმე იმიტომ რომ აი სადღაც 400 მეტრში გადის ტიპი და ნუ ეგ არის ერთი თან მუღა პლუსი და მინუსი ეგ არის დრიფტის რომ ორი მოსახვევია და იმ ორ მოსახვევში რასაც დაატევ რა იმ აყურებას მაგრამ იქვე ხარ რა მაგრამ იქვე უნდა იყო და თან ის არის რომ დიდ შეჯიბრებებზე ვაფშე ყველა ის აი დრიფტ მასაში დადებს აი რიგ არის ორ კვირაში მეორე დღეს დებენ გაყიდული ბილეთები რაც დიდი შეჯიბრებები სულ იყიდება უბრალოდ ხო ეგრე დრიფტის ნათელი მომხდარა წამოიღე ვარენაზე არ იყიდება ლევარენაზე ჩვენს დავიწყეთ ბილეთების გამო ლევარენაზე ცუდი ისა რომ ადგილები არ აქვს ტრიბუნაზე პატარა ნაკლები ადგილია ვიდრე რიგაში პროსტა ეგ არის პრობლემა ხო და ეხლა ტრიბუნები პირველად გავაკეთო ტრიბუნებია რა ეხლა რამეგაც ეტევა 500 ეტევა ზევით ხო ხო ეგ არის ლიმიტი აუ მაგრამ ეს ნუ რა ეს ოღონდ ეს პირადი ის არის წელს პირველ ეტაპზე პირადია ხო ბილეთები რამე ყველაფერი მოყვანილი ყავს დაცვა რამე შარშან უკვე შარშან ნუ 2025 წლის პირველი ეტაპია და მოკლედ ხო 2025 წელს გავყავით რა ზედა ბილეთები და ქვედა ბილეთები ქვემოთ შეუზღუდავი იყო ვირასი რამდენიც უნდა იმდენი მოვიდოდა და ზემოთ იყო რაღაც არ მახსოვს რაღაცა რაოდენობა ქონდა შეზღუდული ბილეთების რომ ნუ დაეტიოს ხალხი და ისი არ გაიჭედოს რა იქ ბილეთებთან ჩავიარ და მაგარი ჩოჩქოლია რა ვიღაცები ჩხუბობენ ისე და ყური მოვკარი რომ ვიღაცა ჩხუბობს მინდაო ბილეთიო და ეს ქალი ეუბნება რომ აღარ არისო მეტია ბილეთო ვერ მოყიდითო რა
და ეს მაგრა ჩხუბობს და მე დავდექი და ვისმენდი ამ საუბარს, რომ ვიღაცას უნდა და ჩვენთან მოსვა და ბილეთი აღარ იყო. ვისი ამოვნე მაგ საუბრით? მე გავიარე ისე. დაატკბი ხო? ხო, ნუ იმედია რომ მომაწას დაიმატება ტრიბუნები და უფრო ბევრი შეძლებთ რომ ახვიდეთ ზემოთ, დატყვეთ ამ სანახაობით და რატომ მეყურებთ ეს? კარგია. შენ სახე ტკბობაში რო იყავი ახლა. იმიტომ დიდად უჯბურს ხედავთ ხოლმე და. ხო. მოკლედ ეგეთი ამბებია. აი, მოდი ხო Winter Cup-ის ამბავი აუცილებლად სათქმელია. Winter Cup-ი იყო, წეგანდა მე მგონი დავიწყე და ვერ დავამთავრეთ. Winter Cup-ი პირველი ეტაპი, პირველი სეზონი რო ჩავამთავრეთ King of Drift-ის. პირველი ეტაპი რო ჩავამთავრეთ King of Drift-ის, მოვიდა ზამთარი. ახალწლებზე ვიქეიფეთ, დავლიეთ, მე მოგბეს და მევლუდან არსვავდა და გადავწყვიტეთ რომ რა ვაკეთოთ დარჩენილ ზამთარში და ჩავატაროთ Winter Cup-ი. 3 ეტაპიანი ჩემპიონატი, რომელსაც ექნება აი რასაც ამოვდით ქვედა კლასი, ერთ-ერთი ეგეც არის Winter-ი, რომ მაგრამ მე მგონი ბოდიში ჯერ მანამდე იყო ხოლმე ჩაჭრილების ჩემპიონატი ძალიან შიდა რა. ერთანი ჩაჭრილების არა, ეგ ჯაჯმულების იყო, ძმა. ეგ ჩემია, მაგას ვერ ეს რო გავაკორექტირე არა. რაღაც ელიმინეიშენები რაღაცებს ამბობ? არა, იმზე ვინც ვიჯვავდით ხოლმე, მე არა, კაგრას ეგ ეტაპი იყო რომ ზამთარში მორჩა ეტაპები, პაკრიშკები დაგვცვა და რა ვქნათ. და მოდი ახლა ვინ ჩავიჯით? გავაკეთოთ ჩვენი ჩემპიონატი ისე. ნოდარა რომ მოვიდა იმითი პოლუსლიგების გახსოვს, ჩემი, აი მე ელესით ვიყავი და აი ლილოში რამხელა საჩქარებელი შეიძლება იყოს, ხო? ნუ აი ამდენი მეტი ხო არ არის ლილო. იმდენი გამასწრო ნოდარა მეტი რა ჯანდაბა. ოღონდ ეს ელესი ტრიცეჩეს თუ 500 ხენიზალიანი მანქანით ვარ. ო 305 იმით მოვიდა, ხო 45 ექსტრემებით მოვიდა რაღაც 285-ით, აი ასფალტი, მე თავიდან არა გაგიტყდა გეგონა ხო? რა ხდება, ვერ ვაძლევ გასწრა. მოკლედ, პოლუსლიგებს თავი დავანებოთ, ხო და Winter Cup მოვიგონეთ, მაგიტომ რომ ზამთარში ყოფილიყო რეალურად სავარჯიშო ადგილი და მივეცი ჩეჯიბრის სახე რომ თან გვევასება რა, ვიღაცა რო წააგებს, ვიღაცა გაიგო, ვიღაცა ვიფიქრეთ რომ მაგარია და ასე. ვივარჯიშოთო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვივარჯიშოთო გადაიზარდა. ვივარჯიშოთო გადაიზარდა იმაში რომ წელს ეხლა უკვე წელს 25 იანვარს იწყება Winter Cup-ი და არა მარტო Winter Cup-ი, Leaderbet Winter Cup-ი. Leaderbet-საც კი გამოუჩდა. Leaderbet-ს არა, Winter Cup-საც კი გამოუჩდა. შენ არ გამოგიშთა სპონსორი. Winter Cup-საც გამოუჩდა სპონსორი და იქნება უფრო სერიოზული, უფრო დახვეწილი, მაგრამ Winter Cup-ი არ დაკარგავს იმ თავის ხალის და კაკრას Winter Cup-ი არის, აი რასაც მეულდი ამბობდა, რომ კი გჭირდება ცოტა ქვედა სერია. ზუსტად Winter Cup-ი არის ეგ, რომ პირველად შეგიძლია მოხვიდე, უფრო ნაკლებად სერიოზულია, უფრო ნაკლები სტრესია, ნაკლები წნეხია და უფრო შეგიძლია რომ მოხვიდე, მოსინჯო შენი თავი, შენი მანქანა, მოამზადო სეზონისთვის და მე გაკული სეზონზე მოხვიდე გასული. ერთი უდიდესი უპირატესობა რაც გვაქვს, ეგ სულ გამოგრჩა რა. ანუ ლილო არენას შემთხვევაში ტრასა წინასწარ ცნობილია. ეხლაც მაგალითად Winter Cup-ის რა, შეგიძლია მიხვიდე, მოიკლა თავი რამდენი ძია იმდენი ვარჯიშო. ანუ ეგ უდიდესი უპირატესობა რაც აი სხვა ქვეყნებშიც რა ამბობდი რა, მაგალითად რომ მომყავდა, ეგ არა აქვთ რა. ანუ ჩახვედი, შენც თუ ჩადიხარ, ტრასა რაც დაგხვდა, ანუ ვინც ახლა იქ რამოდენიმე შეჯიბრი აქვს ნასწავლები, რა თქმა უნდა წინ არის რა. მაგრამ იმასაც არა აქვს ბევრი ფუფუნება რო ივარჯიშოს და ჩვენთან არის მაგის უდიდესი ფუფუნება, ანუ ზრდისთვის არის იდეალური. როცა დრო გამოგიჩნდა, მიხვედი ივარჯი რამდენიც გინდა. ეს არის ძალიან მაგარი. თან ლილო რო გაკეთდა, მთელი დღე ღირდა 25 ლარი. ეხლა 40 მე მეულმა მოგზაურობები გადაწყვიტა და 50 გაყიდა. ხო, მაგრამ მთელი დღე 50 ლარი რა შეიძლება 50 ლარა. დოქნა. რა მართლა პივოს ვერ დალებ 50 ლარა მთელი დღე. არა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და სხვათა შორის მაგას მივყავართ იმ ლოგიკამდე, რომ შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში თუ გადახედავ რა, დრიფტი უფრო განვითარებულია, ვიდრე ძალიან განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, ჰოლანდიაში დრიფტი არის მარტო თუ ვიღაცა დაასვენებს გზას, იქ რომ ბოლი დააყენო, სადღაც თეთრი მოყვება და მე მოვლენ და შენ მოკრავენ რა. ბელგიაში და შვეიცარიაში ვაფშე სპორტულ მანქანაზე დახრეტა. გერმანიაში ძალიან ესე ადრიფტი დასაჯულისება. ან ის ქვეყნები, სადაც აი წრიული რბოლა, ფორმულა 1 და ასე ძალიან მაღალ დონეზეა და შესაბამისად ეს გარემოს დაცვა და ეგეთი რაღაცების მაღალ დონეზეა, დრიფტი მაინდა-მაინც არ არის. დრიფტი არის განვითარებული პრიბალტიკაში, ირლანდიაში, ნუ ინგლისი ყველაფერში ძალიან მაგარია, თუმცა ინგლისის ჩემპიონატი ადრე ძალიან მაგარი იყო და ეხლა ვეღარ არის მაგარი, რაღაცები მოხდა.
თორე ერთ-ერთი პირველები იყვნენ ინგლისელები, აი პოლონეთი, პრიბალტიკა, ეგეთ ქვეყნებია განვითარებული. საფრანგეთში, ესპანეთში ვაფშე რა ხდება? საფრანგეთში ცუდი არ არის ჩემპიონატი, მაგრამ ნუ ვერ შეედრება ახლა. მაგრამ ხო ვერ შეედრება პოლონეთს ვერ შეედრება. ხო, მაგრამ განვითარებული ქვეყნების რიცხვიდან მაშინ რატო ამოიღე ირლანდია რა? ანუ ირლანდიას ყავს ყველაზე მრბოლელები ყავს ირლანდია, მაგრამ იგაც რაშველის ირლანდიას იცი? ის რომ იმათაც ანუ ლილოარნასავით არა, ანუ უფრო 3-4 კონფიგურაცია აქვს, მაგრამ ტრეკი აქვს რა, სადაც შეუძლიათ ძალიან ბევრი ვარჯიშო რა და ეგ ძალიან წინ წევს. პატარა რამდენიმე ტრეკი აქვს. თან პირველი ანუ დინი იყო, ვინც პირველი, ანუ სკოლიდან წავიდა, ხო იცი? სკოლიდან წავიდა, რომ მე ეს უნდა ვაკეთო ეს საქმე რა. და ანუ სწავლას თავი დაანება და გადავიდა დრიფტზე რა და ბავშვები გარკნათ ჩვენ. ის იყო ვინც ანუ გაიყოლა ხალხი ვინც ანუ ინტერესი აწია ძალიან იმაში რა ქვია ირლანდიაში რა და ირლანდიელი სხვათა შორის ერთი სოფლიდან არიან 3 სოფლიოს წამყვანი მრბო ერთი სოფლიდან დინი და ორივე შარაჰანი და ერთ გვერდი ცხოვრობ ერთ სოფელში პირველი ტიპი ირლანდიიდან ვინც წავიდა და დასპონსორებული დადიოდა და ეგრე მაგალითი მისცა იყო მაკნამარა რომელიც ფალკენის რაღაც გაუგებარი მანქანი დადიოდა ამერიკაში. და მე წავიდა დინი. ხო, ან ირლანდია ძალიან დიდი ხანია ძალიან მაგარია დრიფტში, მაგრამ ირლანდიას ტრეკინგი ბოლა არ აქვს ეგრე განვითარებული. ხო, იმიტომ რომ არც აქვს ტრეკები რა, ანუ ერთია და მორჩა რა. ხო და მაგას ანუ მე ვამ განვითარებული ქვეყნების შედარება რო თქვი რა, ანუ იქ სადაც ანუ მარტივი არის სქემა. სადაც პატრონი არ გამოუჩნდა იქ არსად არ ვითარდება არაფერი რა, ანუ ნებისმიერ რაღაცას ჭირდება პატრონი. ნიშნულობა არ აქვს რასიზამ. ანუ სულ რო მიადგე და წყლის ნახვა დაიწყო, ანუ თუ წყლის ნახვას რაღაცად აქცევ, ვიღაც აი ძალიან დიდ ხანს ნაყავს წყალს, ხო ადრე თუ გე მოვა ეს და ბიბის და გადაიღებს რომ ვიღაცა ტიპის ზის და წყალს ნაყავს თელი დღე. ვიღაცას დააინტერესებს ეგ რა. ანუ აქაც ეგრე არის, ანუ დრიფტის ამბავიც ახლა რა. ჩვენ ეს რქებით ვაკეთებთ და იზრდება არის. ეს არის სხვადასხვა ქვეყნებშიც. ანუ პოლონელების მაგალითად რომ მოიყვანეთ დრიფტ მასტერსის რა. ხო დაიწყეს ესე აკეთეს, ანუ ნაყავდნენ ამ წყალს, ნაყავდნენ და ბოლოს გამოასხვეს რა. ეგრე სადაც ვიღაცა დიდ ხანს ნაყავს წყალს, იქ რაღაცა გამოდის რა. ამიტომ ჩვენს გავაგრძელოთ. ხო ჩავიდეთ თელეში და დავეხმაროთ მეურვედას. შეხედვით სტადიონზე დრიფტის ჩატარება და 50000 ბილეთის გაყიდვა მართლა ვიღაცისთვის წყლის ნახვა იყო. მაგრამ რავი ტიპებმა შეძლეს რა. აი რეალურად გააკეთეს. ჩვენს ვაგრძელებთ ნაყვას და ადრე თუ გვია ჩვენს გამომაცხობთ ჩვენც ნაყვას. დრიფტ მასტერსი თუ არა, სოფლიოს მაინც ჩამოვიტანთ ჩვენთან აგერ ლილო არენაზე, აგერ თქვენ და აგერ გერმანია. აგერ მოკლედ, 25 იანვარს იწყება ვინტერკაპი. დასწრება თავისუფალია, შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოხვიდეთ ლილო არენაზე, ვიგულშემატკივროთ, გავიცნოთ ერთმანეთი, შეიგრძნოთ ახლოდან დრიფტი რამდენად მაგარია და როგორც მე ვუდმანთ წეგან მართლა სულ სხვანაირია ლაივში რო უყურებ იმის მეათედი ემოცია არ არის რასაც ლაივში უყურებ ეს მანქანები ერთად რომ მიდიან ბოლი აქვს სასწაული ხმა არის ერთმანეთს ედებიან ეჯახებიან და ასე შემდეგ ასე რომ 25 იანვარს გეულდებით უყურებთ ლუარენაზე და დღევანდელ დამშვიდობებას გააკეთეს ბოსტაშვილი კარგად მადლობა გამოგვიწერეთ რაც თავარია ხო არხის გამოწერა დაასპონსორეთ ეს მე კარგი ბიჭი და ვესტები ხო ვისაც კიდევ და კიდევ ვინც ვერ მიხვდით National Geographic-ის და მეურვეობის ხუმრობას ჩავსვათ ვიდეოს და შეგიძლიათ რომ უყუროთ და დათქვით მადლობა არ ვიცი რამდენად გსმენიათ ფარავნის ტბაზე მაგრამ ზამთარში ის იყინება და სასწაულის ანახავია მეორე არც გვიფიქრია ჩავსხედით მანქანაში და წავედით სანახავად გამოდგებოდა თუ არა ის ზამთრის შეჯიბრისთვის. 2 საათის სწავლგზაზე ბუნება ნამდვილად არ მოგვაწყვეტა. ვართავდა 1000 გვარი სანახაობით. სულ მალე წარწერაც გამოჩნდა ფარავანი. ტბაზე შესასვლელი მალევე ვიპოვეთ. ყინული ერთ შეხედვით ხარი ჩანდა, მაგრამ ჩვენი მოსაზრება მაინც ჩავედით და ადგილზე გადავამოწმოთ. რაც ადგილობრივმა ახალგაზრდამ თავის კვადროციკლით მოყისერა და დაადასტურა და შემდეგ რო სიღრმისეულად გაჩვენა რამდენად სქელი და გამძლე იყო ეს ყინული. რა თქმა უნდა რომ გავთამამდით დავიწყეთ სრიალი ყინულზე შემდეგ უკვე დრონით ავაფრინეთ გვინდოდა ზემოდან გვენახა ეს ლამაზე ლურჯ ყინულზე ნამქერის მოდამილი
თეთრი თოვლით მოხატული სასწაული ხალიჩა. ამის შემხედვარეს ღონისძიება კი აღარ გადაგვაწყდა და მიუხედავად იმისა გამოვა თუ არა ის, მოდი ახლა ერთად დავტყვეთ ბუნების მიერ შექმნილი ამ სილამაზით.